ამ ღეროვანი უჯრედიდან შეგიძლია მიიღო გულის კუნთის უჯრედი, ღვიძლის უჯრედი, ნეირონი. უკვე გადანერგვას ვაკეთებთ ადამიანის უჯრედების ადამიანის ქერქზე, ანუ ex vivo. ეს შეიძლება იყოს ძალიან დიდი განვითარება. ზოგადად ნეირომეცნიერებაში. შეყავთ ვირუსში ეს გენები და ვირუსის შემდეგ ვირუსის საშუალებით ეს გენები შეყავთ კანის უჯრედში. შესაძლებელია დღეს ქვეყანა ვითარდებოდეს და იყოს წარმატებული, სადაც მეცნიერება არ ვითარდება. მეორე, რომელზეც ჩვენ უშუალოდ ჩემი ლაბორატორია მუშაობს, ეს არის ნერვული რკალის აღდგენა და ზუსტად ენგრამის პროცესები აქ შემოდის, რომ ის კავშირები აღდგეს, არა მარტო ის თქვა ფუნქცია აღდგეს, არამედ ის კავშირები, რომელიც დაირღვა დაზიანების შედეგად. გამარჯობა, მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ჯანსაღ დიალოგს და შეგახსენებთ, ეს არის საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტი, რომელიც ფარგლებშიც ვცდილობთ ჩვენს რესპონდენტებს ვესაუბროთ მეცნიერებაზე, ვესაუბროთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე და მეცნიერების სიყვარულზე და აქვე კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ფაბლაბს მხარდაჭერისთვის. დღეს ჩვენ გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, რომელიც ძალიან ისეთ სპეციფიკურ სამეცნიერო საკითხებზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ეს ძალიან სპეციფიკური საკითხები რეალურად შეიძლება აისახებოდეს ადამიანების ყოველდღიურობაზე, ცხოვრებაზე და იმაზე თუ როგორ ცვლის რეალურად მეცნიერება ჩვენს ყოველდღიურობას. ჩვენი სტუმარი დღეს გახლავთ ზალ კოკაია, ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ქართველი ნეირომეცნიერი. მის შესახებ საქართველოში ძალიან ბევრს საუბრობენ ხოლმე, რაც მახარებს მეც, იმიტომ რომ ბატონ ზალს მიუხედავად იმისა, რომ ლუნდის უნივერსიტეტში საქმიანობს, არ შეუწყვეტია თან კონტაქტი საქართველოსთან, მათ შორის არც სამეცნიერო და არც პედაგოგიური საქმიანობა, ბატონი ზალი ჩემი ლექტორიც იყო დოქტორანტურაში. პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას გიხდით ბატონ ზაზა მობრძანებისთვის. დღეს ჩვენ რამდენიმე ძალიან საინტერესო საკითხი გვაქვს, რაზეც უნდა ვისაუბროთ, მაგრამ სანამ გადავალთ აი ამ უშუალოდ მეცნიერების მიღწევებზე, მინდა რომ საუბარი დავიწყოთ ჩვენ თავის ტვინის ქერქით, იმიტომ რომ თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში გაქვთ ესეთი წინადადება ნათქვამი, რომ თავის ტვინის ქერქი ქმნისო ადამიანს. ხო? და მით უმეტად, ანუ ის ნეირონები, რომელიც არის თავის ტვინის ქერქში, რეალურად ქმნის ჩვენი პიროვნების უნიკალურობას და ძალიან ბევრ რაღაცას განაპირობებს ეს. მოდით საუბარი დავიწყოთ იმით, აი თავის ტვინი რატო არის ესეთი მნიშვნელოვანი, რა ვიცი თავის ტვინის შესახებ და როგორ აისახება ის ჩვენ ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობას. ძალიან დიდი მადლობა რა მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობისთვის, რომ ის საკითხები, რაც ჩემი პროფესიული საქმიანობის ყოველდღიური თემა, მეძლევა შესაძლებლობა რომ გავუზიარო ჩვენს მსმენელებს. თავის ტვინი, ზოგადად, მარტივად რო წარმოვიდგინოთ, ეს არის სამართავი პუნქტი, რომელიც მართავს მთელ ჩვენს ორგანიზმს. ყველა ინფორმაცია, რაც ჩვენ ვიღებთ გარემოსგან, ეს იქნება სენსორული, თქვათ, შეხება, აღქმა, სმენა, ხედველობა, კროსვა, გემოვნება. ყველაფერი მიდის და მუშავდება და რეალურად ამ სამყაროს აღქმა ხდება თავის ტვინის საშუალებით. და სწორედ ქერქი, რომელიც არის ზედაპირზე, რომელიც ფარავს დიდ ტვინის ნახევარსფეროებს, ეს არის ის უბანი, თავის ტვინის ერთგვაროვანი არ არის, ბევრი სხვადასხვა სტრუქტურა, ბევრი სხვადასხვა უბანია. და ქერქი არის ის სტრუქტურა, ის ნაწილი თავის ტვინის, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს სამყაროს აღქმაში. არა მარტო ეს, არამედ საპასუხო რეაქცია ამ ინფორმაციაზე, რაც შემოდის ტვინში, ეს იქნება მოძრაობა, პირველად ყოვლისა, მოტორიკა, ასევე იმართება თავის ტვინიდან. ჩვენ როდესაც გადავწყვეტ, რომ ხელი უნდა ავციოთ ზემოთ, ამ მოქმედებას, გადაწყვეტილების მიღებას და პროგრამირებას, რომ რა მოძრაობები, რა იმპულსები უნდა წამოვიდეს კუნთებში, რომ ეს მოძრაობა განხორციელებს, ახორციელებს თავის ტვინი. ეს ქერქი. ასევე მეტყველება, მე და თქვენ ეხლა საუბრობთ,
და არ უფიქრდებით იმას, თუ როგორ ხორციელდება ეს პროცესი. თავის ტვინის ქერქში არის ორი უბანი, ვერნიკეს და ბროკას უბნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ პროცესს. არა მარტო მეტყველებას, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, წარმოვთქვამთ ბგერებს, დანაწევრებულად მეტყველებთ, არამედ ასევე მეტყველების აღქმას. თქვენ კითხვას მე რო ვიგებ, სწორედ ეს უბნები, ქერქის ეს უბნები უზრუნველყოფს იმას, რომ ეს ბგერები გადაითარგმნება სიტყვებად და მე მათ აღვიქვამ კონტექსტუალურად როგორც წინადადებას და ხვდები შინაარსს. ეს ყველაფერი რომ დაფიქრდეთ, ამას არც უფიქრდებით ჩვენ თუ როგორ ხორციელდება ეს მოცემულობად ვიღებთ, მაგრამ ამაში ძალიან ბევრი ათასობით და 100,000-ობით ნეირონი, ანუ თავის ტვინის უჯრედები არის ჩართული და მონაწილეობს. რეალურად ჩვენი ყოფიერება განსაზღვრული არის თავის ტვინით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, პიროვნება იქნება ქმნის ქერქი. დიახ, ეს ისე ყველა კოგნიტიური ეს იქნება მეხსიერება, გადაწყვეტილების მიღება, პასუხისმგებლობის აღება და ასე შემდეგ. ქერქის სხვადასხვა უბნები პასუხისმგებელია ამ ყველა პროცესზე. და ანუ თვითონ შუბლის წილი, ხო, შუბლის წილი, თუნდაც შუბლის წილი, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ რატომ არის ტვინის განვითარება დაბადებასთან ერთად არ სრულდება. ის მუდმივად გრძელდება, სადღაც 20-21 წლის ასაკამდე ბოლომდე ფორმირებული ტვინი არ არის. და ზუსტად შუბლის წილში არის უბნები, რომელთა დასრულება, მათი დიფერენციაციის, ანუ მათი ფორმირების დასრულება სწორედ ამ ასაკში ხდება. რეალურად ხდება მათი, რომ წარმოვიდგინოთ ტვინის უჯრედები, ნეირონები, ეს არის უჯრედების სხეულები და ისინი გარკვეული ძაფებით, ბოჭკოებით უკავშირდება ერთმანეთს. რეალურად ნერვული უჯრედის, ანუ ტვინის უჯრედის ფუნქცია არის მიიღოს ინფორმაცია სხვა ნეირონისგან და გადასცეს სხვა ნეირონს. ანუ ინტეგრაცია მოახდინოს, სუმირება და შემდეგ ამას სუმირებულ ინფორმაციაზე პასუხი შესაბამისი, ხო? აი ეს კავშირები ამ ნეირონებს შორის, აი ეს ბოჭკოები, აქსონები, ეგრეთ რასაც ჩვენ ლათინურად უწოდებთ, სწორედ იმისთვის, რომ მათ ეფექტურად იმუშაონ, მათზე გარკვეული იზოლაცია უნდა დაახვიოს სხვა უჯრედებმა, გლიურმა უჯრედებმა, ოლიგოდენდროციტებმა. და ამას მიელინიზაციას უწოდებთ, იმიტომ რომ მიელინი არის ის ნივთიერება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სწრაფად ხდება ამ ინფორმაციის მილიწამებში ხდება ამ ინფორმაციის გავრცელება. სწორედ აი ეს პროცესი, მიელინიზაციის პროცესი დასრულებული არ არის სადღაც 20-21 წლამდე ფრონტალურ ქერქში და გარკვეული ფუნქციები, მაგალითად, როდესაც თინეიჯერები პასუხისმგებლობას ვერ იღებენ, ან გადაწყვეტილებას მიღმა რა ქმედებები შეიძლება მოყვეს, ამას ვერ ახორციელებენ. თავზე ხელოვნებულები არიან და პასუხისმგებლობის გზნობა ნაკლებად არის, სწორედ ეს ქერქის ეს ნაწილი განაპირობებს და ის ფაქტი, რომ სრულად მიელინიზაცია, ანუ იზოლაცია ამ აქსონების დასრულებული არ არის. ეს არის ძალიან საინტერესო პროცესია და ხშირად ჩვენ არც უფიქრდებით, თუ ჩვენ ქმედების უკან ჩვენი აზროვნების, მეტყველების, საქმიანობის მიღმა რამდენად ჩართული არის და რამდენად მონაწილეობს. ეს მოცემულობად ვიღებთ, რომ ეს ხდება, მაგრამ რა უზრუნველყოფს ამას ხშირად არც უფიქრდებით. კი ბატონო და ეს აი ჩვენი მსმენელისთვისაც რომ უფრო ახმადი გავხადოთ, კიდევ უფრო ახმადი რომ გავხადოთ, ანუ ხა რაზე ვსაუბრობთ, ხო, მაგალითად ეს შუბლის წილი რომ ახსენეთ და მის მნიშვნელობაზე რომ ვისაუბრეთ. ამას დღეს ფილმებში, სერიალებში ვხვდებით ხოლმე ამ ნაწილის დეგენერაციით, რა შედეგებს იღებდნენ, ხო, ლობოტომია რაც არსებობდა. ნუ რას აკეთებდნენ მაშ ხო? პიროვნება იკარგებოდა. ხო, იკარგებოდა, იმიტომ რომ აი ამას აზიანებდნენ ახლა რაზეც ვისაუბრეთ. სამწუხაროდ ეს დღესაც ხდება, როდესაც დაზიანებები ხდება ამ უბანში, ეს იქნება ინსულტის შედეგად ან თავის ტრამვის შედეგად, ასე რომ ეს პროცესი და ეს არის დღეს სამიზნე უკვე დღევანდელი მეცნიერების, ხო, რომ აი ეს პროცესები აღდგეს. მაგრამ ნუ გასაგებია რომ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ აქამდე უნდა მივიდეთ, ამაზე ვისაუბრებთ დღეს როგორი გავრცელება გვაქვს და ასე შემდეგ. რამდენად აქტუალური პრობლემაა დღეს ეს პრობლემა და ვნახავთ რომ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა დღესდღეობით სამყაროში. მაგრამ ნუ გზები კიდევ არის სხვადასხვა. ხო, აი აქამდე მისასვლელი ერთ-ერთი გზა არის უჯრედული თერაპია, რომელშიც ნუ დღეს თქვენ მუშაობთ. ის წარმოადგენს ერთ-ერთ
ყველაზე ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპს, ხო, თანამედროვე მედიცინაში, რომ აღადგინო თავის ტვინის დაზიანებები, აი ეს ნეირონებს შორის კავშირი და ასე შემდეგ. როგორი არის როლი ამ უჯრედულ თერაპიაში ღეროვანი უჯრედების? აი ამაზეც რო გავაკეთოთ პატარა შესავალი ნაწილი, მერე უფრო სიღრმეებში რასაკვირველია წავალთ. კი ბატონო, სიამოვნებით, ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო და ესეთი მშობლიური თემაა და სიამოვნებით გაგიზიარებ ჩემ მოსაზრებებს. დავიწყოთ იმით, თუ რა არის ღეროვანი უჯრედი. რეალურად მთელი ჩვენი ორგანიზმი და მისი მრავალფეროვნება, რამდენიმე ასეულზე მეტი სხვადასხვა უჯრედი დასაბამს იღებს ერთი უჯრედიდან, ერთი ტიპის უჯრედიდან, ეს არის ეგრეთ წოდებული ემბრიონული ღეროვანი უჯრედები. წარმოვიდგინოთ, როდესაც კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდები შეიჭრება და დაიწყება დაყოფა, წარმოიქმნება ესეთი ბურთულა, ბლასტოცისტი და ამ ბურთულას შიგნით არის გროვა უჯრედების, ესენი იყოფიან მუდმივად ეს უჯრედები, ეგრეთ წოდებული შიდა უჯრედული მასა და ეს მასა, ანუ ეს სტრუქტურა წარმოდგენილია უჯრედებიდან, რომელსაც ჩვენ უწოდებთ ემბრიონულ ღეროვან უჯრედებს. აი ზუსტად ეს უჯრედებია ის უჯრედები, რომლებიც შემდეგ ემბრიონის განვითარების პროცესში ყველა იმ უჯრედს მისცემს დასაბამს, რაც ჩვენს ორგანიზმში არის. ღეროვანი უჯრედი თავისი არსით არის არადიფერენცირებული, ანუ მას კონკრეტული ფუნქციის შესრულების მოვალეობა არ აქვს. მისი მთავარი მოვალეობაა, რომ დაიყოს და წარმოქმნას მისივე მსგავსი შვილობილი უჯრედები, გამრავლდეს, ესე ვთქვათ, და შემდეგ თუ მოხდება ის ან ემბრიონული განვითარების დროს, ან თქვათ კულტურის პირობებში, როდესაც ჩვენ ამოვიღებთ ამ უჯრედს და პეტრის ფინჯანზე დავდებ საკვებარეზე და რაღაც ფაქტორებს დავამატებ, ნივთიერებებს, რომ მან დაიწყოს დიფერენციაცია, ანუ გარკვეული ფუნქციის შეძენა. ეს დიფერენცია და ფუნქციის შეძენა შეიძლება იყოს კუნთის უჯრედი, ამ ღეროვანი უჯრედებიდან, ემბრიონული ღეროვანი უჯრედებიდან ჩვენ შეიძლება ვიღოთ კუნთის უჯრედი, რომელიც ფუნქციაც არის შეგუმშვა, გულის კუნთის უჯრედი, ეს იქნება ნეირონი, ღვიძლის უჯრედი, პანკრეასის ბეტა უჯრედი, ნებისმიერი უჯრედი, რაც ჩვენს ორგანიზმში არის, შეიძლება შეიქმნას ამ უჯრედიდან. და სწორედ იდეა ღეროვანი უჯრედული თერაპიის მდგომარეობს იმაში, რომ გამოვიყენოთ აი პოლიპლოტენტური ან მულტიპოტენტური ღეროვანი უჯრედები და ვთქვათ, როდესაც რაღაცა დაზიანდება, არა მარტო ტვინში, არამედ მთლიანად ორგანიზმში, ღვიძლში იქნება კუნთში თუ სახსარში თუ ხრტილში და ეს უჯრედები ჩავანაცვლოთ, ხელოვნურად მივიღოთ ეს უჯრედები, ღეროვანი უჯრედები, მათ გარკვეული მიმართულება მივცეთ სასურველი ქსოვლის, სასურველი ტიპის უჯრედების მიმართულებით და შემდეგ აი დაზიანებული ან დაღუპული უჯრედები ჩავანაცვლოთ ტრანსპლანტაციის ან ინიექციის გზით ამ ახალი ჯანმრთელი უჯრედებით, რომლებსაც აქვს სრულყოფილი ფუნქცია. აი პრინციპი უჯრედული თერაპიის და თამაში მდგომა. ახალგაზრდაც კი, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში მაგალითად, როდესაც ღეროვანი უჯრედები მარტო ემბრიონში არ არის, ჩვენს ორგანიზმში მუდმივად ხდება ახალი უჯრედების წარმოქმნა სისხლი. სისხლი არის კლასიკური სისხლის ღეროვანი ძვლის ტვინში არსებული ღეროვანი უჯრედები, სისხლმბადი, სისხლის წარმოქმნელი ღეროვანი უჯრედები, ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ხდება იმ მრავალფეროვანი სპექტრის სხვადასხვა ტიპის სისხლის უჯრედების წარმოქმნა მუდმივად მთელი ცხოვრების მანძილზე ხორციელდება ზუსტად იმ ღეროვანი უჯრედებით, რომლებიც ჩვენს ძვლის ტვინში არის განლაგებული და მთელი ცხოვრება უზრუნველყოფს, რადგანაც სისხლის უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვის თვით განისაზღვრება, მუდმივად ახალი უჯრედები მიეწოდება ჩვენს ორგანიზმს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ანუ ეს არის ბაზისი, რაზეც არის მე დაფუძნებული ყველა ის შემდგომი კვლევა და ის ინტერვენცია, პოტენციური ინტერვენცია, რომელიც უკავშირდება ამ საკითხებს, ხო? მაგრამ ნუ ჩვენი ძირითადი სასაუბრო თემა დღეს მაინც არის თავის ტვინის დეგენერაციული პროცესები და აი მე სტატისტიკასაც მოვიშველიებ, რომელიც ახლა გადავამოწმე, სანამ ჩვენს ჩაწერას დავიწყებდით, ანუ ერთი ის რაც
ყველამ ვიცით და ასევე მინდა რომ ჩვენს მსმენელსაც შევახსენო არის ის რომ დღეს უკვე მე-20 საუკუნეშიც და უკვე 21 საუკუნეში თავისთავად არაგადამდები დაავადებები იქცა სიკვდილობის მთავარ მიზეზად და აი სტატისტიკა გვაქვს შემდეგი. ხა 2000-იან წლებში არაგადამდები დაავადებებით იღუპებოდა დაახლოებით 86.5% ადამიანების, ანუ სიკვდილობიდან წილი ამდენი იყო. 2010-იანებში ამ მონაცემა თითქმის 99%-ს მიაღწია და 2020-იანებში უკვე 90%-ს მიუახლოვდით 99.6% გვაქვს დღევანდელი მონაცემებით. მაგრამ მაინც ხა მსმენელმა რო არ წარმოიდგინოს რომ რაღაცა უბედურება ხდება და იზრდება არაგადამდები დაავადებების რაღაცა წილი და შეთქმულების თეორიებს ადგილი რო არ დავუტოვოთ, უნდა ვთქვათ, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ გადამდები დაავადებების წილი შევამცირეთ კლებულობს, იმიტომ რომ მეცნიერებაში დიდი აღმოჩენები ჰქონდა ამ მიმართულებით. აქვე უნდა ვთქვათ, რომ განვითარებულ ქვეყნებში თუ რამდენად გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა. კი. და ამასთან ამ ყველაფერმა ერთად განაპირობა აი ეგ შედეგები, რომ რაღაცა 5-6%-ის ფარგლებში მერყეობს ტრავმები, ინფექციური დაავადებები და ამიტომ მოდის წილი უკვე ანუ პროცენტულად ისინი მცირდება და ამიტომ არაგადამდები დაავადებების პროცენტული მატულობს და მატულობსთან იმიტომაც რომ თითქმის გასამაგდა ხო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე და შესაბამისად გამოჩნდა ისეთი დაავადებები, რომლის შესახებაც ადრე არ ვიცოდით, ან არ იყო ისეთი აქტუალური ყოველთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ტვირს არ წარმოადგენდა, ხო? იმიტომ რომ ეს დაავადებები, არაგადამდები დაავადებების დიდი ნაწილი მაინც ასაკთან შეჭიდულია და რაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა გამოჩნდა და უფრო მეტად მიექცა ყურადღება მათ შორის. მოდით ესე ვთქვათ, რომ ზოგიერთი დაავადება, რომელიც ხანმოკლე სიცოცხლის პერიოდის დროს ადამიანი იღუპებოდა მანამ, სანამ ეს დაავადება გამოვლენის საშუალებას იძლეოდა და გახანგრძლივებასთან ერთად ალბათობა, რომ ეს დაავადებები გამოვლინდება და ეს იქნება მიზეზი სიკვდილობის, უკვე შესაბამისად გაიზარდა. ამას დამატებული ისიც, რომ რაც გვემატება ასაკი, იზრდება კიდევ ეს რისკებიც, ხო? მაგალითად იგივე ინსულტის რისკი, რომელიც ისევ მატულობს. თვითონ ახლა აი ამ არაგადამდები დაავადებებიდან, ანუ მეორე ადგილზე, საქართველოს სტატისტიკაზე ვსაუბრობ, ესეთი სტაბილურად მეორე ადგილზე არის ინსულტი, რომელიც წარმოადგენს სიკვდილობის მიზეზს ქართველი მოსახლეობის და რაც ასევე ჩემთვის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო კიდევ ერთი დაავადება ალცჰაიმერის დაავადება, რომელიც დაწინაურდა ასევე სტატისტიკაში, მანამდე მე-5 ადგილზე იყო, დღევანდელი სტატისტიკით ის უკვე მე-4 ადგილზე არის და ესენი არის რეალურად ის მიმართულებები, რომლებზეც თქვენ მუშაობთ, ხო? და თქვენი კვლევები, რომლებიც შემდგომში უკვე კლინიკაში როცა გადადის, პრაქტიკაში, სწორედ აი ამ პრობლემების მოგვარებას უკავშირდება. აი თქვენ როგორ ხედავთ აი ამ იმიტომ რომ ნეიროპლასტიკურობაზე გადის, ხო, იმ ასაკის მატებასთან ერთად ესეც მცირდება. როგორი არის ეს ნეიროპლასტიკურობის როლი თავის ტვინის ტრავმების აღდგენაში და თქვენი კვლევის შედეგებს როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი? აი სამხელა შესავალი მაგისთვის გავაკეთე. რამდენი საათი გვაქვს რომ? თქვენზე დამოკიდებული, თქვენ როგორც არა, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი და ესეთი გლობალური თემები არის. თავისთავად დაავადებები და თუ დავიწყოთ მაგალითად ინსულტით, ეს არა მარტო სიკვდილობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, ეს არის ინვალიდობის წამყვანი მიზეზი. დასრულ ადამიანებში, განსაკუთრებით დასავლეთ სამყაროში, ინვალიდობის წამყვანი ლიდერი არის ტვინის ინსულტი. ამასთან 2/3 ინსულტიანი ადამიანების გადარჩება და ინვალიდობა არის ძალიან მაღალი. და ინვალიდობა თავისთავად არის ძვირი. ამდენად არა მარტო ხშირი და ძალიან დამაზიანებელი დაავადება, ასევე ძვირი დაავადება. იმიტომ რომ ეს ინვალიდი ადამიანი შეიძლება მთელი ცხოვრება 10 წლეულები კიდევ იცოცხლოს ამ ინვალიდობის მდგომარეობაში და მისი მოვლა და სოციო-ეკონომიკური ფაქტორი ძალიან დიდი არის. სამწუხაროდ ინსულტის შემთხვევაში ბევრ სხვა დაავადებების მსგავსად ჩვენ რეალურად თერაპიული საშუალება არ გაგვაჩნია. ანუ ადამიანი ინსულტს თუ გადაურჩა, მწვავე პერიოდში, ანუ ხანმოკლე პერიოდში ინსულტის დადგომიდან რამდენიმე საათში დღეს საკმაოდ ეფექტური
საშუალებები გაგვაჩნია. ხა რომ უფრო მარტივი გახდეს ჩვენი მსმენელისთვის რა არის ინსულტი. ხო ჩვენ აქ ძირითადად ისემიური ინსულტი. ინსულტი შეიძლება იყოს გამოწვეული სისხლძარღვის დაზიანებით და სისხლდენით ტვინში და შემდეგ ეს სისხლდენა იწვევს ტვინის გარკვეული უბნის დაზიანებას და ის ფუნქცია, რაც უზრუნველყოფილია ტვინის ამ უბნით, ქვეითდება. მაგალითად, თუ მოხდება ინსულტი და დაზიანდება ქერქის ის ნაწილი, რომელიც უმეტესწილად განლაგებული მარცხენა ჰემისფეროში, რომელიც მეტყველებას უზრუნველყოფს, ადამიანს უქვეითდება ან უკრება მეტყველების უნარი და ეს გვინახავს, რომ ინსულტიან ადამიანს უჭირს მეტყველება ან მეტყველების აღქმა, ხო? ან უჭირს მოძრაობა. რატომ? იმიტომ რომ ის ადგილი, უბანი ქერქის, რომელიც უზრუნველყოფს მოტორიკას, მოძრაობას ზიანდება და შესაბამისად მოძრაობის ფუნქციის განხორციელება ხდება არასრულყოფილი, ან შეიძლება საერთოდ გაქრეს კიდეც, ხო და უმოძრაო გახდეს ესა თუ ის კიდური თუ სხეულის სხვა ნაწილი. ეს სისხლდენა, ასევე დაზიანება უმეტესწილად, სადღაც 80-90% ხდება იმის გამო, რომ არათუ ის რომ სისხლდენა ვითარდება ტვინში, არამედ სისხლძარღვი ეხშობა და იმ უბანზე ისევ და ისევ იმ უბნებზე, რომლებიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ფუნქციას, სისხლის მიწოდება ქვეითდება. სისხლის მიწოდების დაქვეითებით ქსოვილს ტვინი მოიხმარს ძალიან დიდ რაოდენობას ჟანგბადს და გლუკოზას, ანუ როგორც ენერგიის წყაროს, ყველაზე ენერგოდატვირთული ორგანოა ჩვენს ორგანიზმში. და ამიტომ ეს უბნები ზიანდება, აი ამ ჰიპოქსიით, უჟანგბადობით და ჰიპოგლიკემიის გამო, შაქრობის მოდით ესე დავარქვათ გამო და ზუსტად ისევე როგორც სისხლდენის დროს ეს ქვეითდება ეს ფუნქციები. ეს სისხლის დაბლოკვა მოქცევი, სხვადასხვა მიზეზებით შეიძლება იყოს განპირობებული, მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ასაკთან ერთად ალბათობა იმისა, რომ ეს პროცესები განვითარდება ტვინში, საკმაოდ იზრდება და უმეტესწილად ეს არის ხანდაზმულების დაავადება, მოდით ესე ვთქვათ. და ზუსტად იმას ვამბობდი, რომ როდესაც ეს დაზიანება მოხდება, ამ პროცესში ჩვენ შეგვიძლია ჩავერიოთ, რომ გავხსნათ ეს სისხლის მიმოქცევა, ეს იქნება მექანიკურად, თქვათ ამ შედედებული სისხლის კოლტის გამოყებით, ან ისეთი ნივთიერებების შეყვანით ორგანიზმში, რომელიც დაშლის სისხლის კოლტს და აღადგენს სისხლის მიმოქცევას, მაგრამ ეს სამწუხაროდ ხდება ძალიან ხანმოკლე პერიოდში ინსულტის დადგომიდან, რამდენიმე საათში, მაქსიმუმ 6 საათში უნდა მოხდეს ამის პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და ამ პროცედურების ჩატარება და ისიც არა ყველა პაციენტი ექვემდებარება ამ კურნალობას. მაგრამ რაც შეეხება შემდეგ უკვე მომდევნო ეტაპს, ქრონიკულ სტადიას, უკვე როდესაც დაზიანება ჩამოყალიბება, რეალურად ჩვენ პაციენტებს ვერაფრით ვერ ვეხმარებით, არ არსებობს არანაირი დანერგილი თერაპიული საშუალება, რომელიც დაეხმარება პაციენტს აღადგინოს თავის ფუნქციები. რა არის საინტერესო, რომ ტვინს აქვს თვითაღდგენის უნარი, ანუ რეგენერაციის. ტვინში არის დიდი რაოდენობით პლასტიურობა ჩადებული თავიდანვე, რაც გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა უჯრედებმა ტვინი შეიძლება აიღოს, თქვათ, დაღუპული ნეირონის ტვინის უჯრედის ფუნქცია აიღოს მეორე მეზობელმა უჯრედმა. მაგრამ ეს უნარიც სამწუხაროდ ასაკთან ერთად ქვეითდება, ანუ პლასტიურობა ტვინისა ქვეითება და ამდღენად რეგენერაციის აღდგენითი უნარებიც ქვეითება. თქვათ, ბავშვის ტვინის დაზიანება შეიძლება ძალიან სწრაფად და ძალიან ეფექტურად აღდგეს და ხანდაზმული ადამიანის ზუსტად იგივე უბნის და ზუსტად იგივე ზომის დაზიანება შეიძლება საერთოდ აღარასოდეს აღარც აღდგეს. და აი აქ შემოდის ზუსტად ის, რაზეც ადრე ვისაუბრეთ, საკითხი არის თუ არა შესაძლებელი, რომ ეს დაღუპული უჯრედები, რაკიღა მათ ტვინს აღარ შესწევს უნარი, რომ თავისით აღადგინოს სრულყოფილად თუ გარკვეულწილად, შეგვიძლია ჩვენ მივაწოდოთ ტვინს ახალგაზრდა სრულყოფილი უჯრედები და მათ ტვინში ინტეგრირების შემდეგ შეასრულონ ის ფუნქცია, რა ფუნქციას დაქვეითდა ინსულტის, ან იგივეა თქვა თავი ტრამვის დროს, ან სხვა რაიმე დაავადების დროს. აი ეს არის კონცეფცია, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ და რომელსაც ვამყარებთ იმედებს ამ. ანუ ეს შემდგომი პერიოდი, რომ აი წალებში რო თქვა დაზიანებული უბნების აღდგენა მოხდეს, ხო, აი ეს არის რეალური, ხა, ის კლინიკური. ის სამიზნე, დიახ. ადრე სხვათა შორის უფრო
კვლევებიც და მედიცინით მიმართული იყო, რომ გარკვეულწილად დაგვეცვა დაზიანებისგან ინსულტის შედეგად, მაგრამ ფანჯარა იმდენად ხანმოკლეა, რომ ეს დაცვა ძალიან რთულია, ძალიან სწრაფად ხდება ამ უჯრედების. არის უფრო მოგვიანებით მეორადი დაზიანებების, მაგრამ რეალურად ეს ძალიან სწრაფი პროცესია და ამიტომ ჩარევა საკმაოდ არაეფექტურია. თუმცა აი სისხლძარღვის გასუფთავების ტექნოლოგია საკმაოდ ეფექტური გამოდგა, მაგრამ ისე რომ თქვა რამე პრეპარატით ან რამე თერაპიული ჩარევით ჩვენ დავიცვათ უჯრედების დაზიანება რეალურად ძალიან რთულია და ამიტომ მეცნიერება და მედიცინა გადაერთო იმაზე, რომ თქვა კარგით მივიღებთ როგორც მოცემულობა თუ დაზიანება ხდება, მაგრამ მოდი დავეხმაროთ twins რო აღიდგინოს, დავეხმაროთ პაციენტს რო აღიდგინოს. გარკვეულწილად მაინც თუ სრულად არა, რომ შრომის უნარიანობა აღდგეს და თქვა ადამიანს შეეძლოს საკუთარი თავის მოვლა. თუნდაც ამ სტადიამდე ეს უკვე დიდი მიღწევაა და აქ-იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არანაირი რეალურად მკურნალობა კი არის, რა თქმა უნდა, ეს რეჰაბილიტაცია და ვარჯიში, მაგრამ ეს უფრო არის ადაპტაცია შექმნილ ვითარებასადმე, რომ დაეხმარო ადამიანს, რომ ამ დაზიანების პირობებში უფრო ეფექტურად იმოქმედოს, მაგრამ ეს არ არის რეალურად აქტიური მკურნალობა ან დახმარება რეალური, თქვათ, რაღაცა მექანიზმებში ჩარევით და სერიოზული ტვირთია. ტვირთი არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემაზე, აი ეს სტატისტიკა და ოჯახზეც, რა თქმა უნდა, საქართველოს პირობებში ძვირია, ხო, ეს საკითხი და ეს ძვირი აისახება ეკონომიკაზე, ქვეყნების და ადამიანის კონკრეტულ ჯიბეებზე და ხშირად ეს არის ხოლმე რაღაცა კატასტროფული დანახარჯები, რომელსაც ოჯახები წევენ შესაბამისად, მაშინ როცა ასეთი ტიპის დაზიანებები ადამიანებში ასეთი გავრცელებულია და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ალბათ რაღაცა ესეთი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ის სამეცნიერო კვლევები, რომელიც ამ მიმართულებით მიდის. ფაქტობრივად ჩვენ თავის ტვინზე ვისაუბრეთ, მის დაზიანებების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ, უჯრედული თერაპიების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ, ეხლა თვითონ აი ღეროვან უჯრედებს კიდევ უფრო დავუახლოვდეთ. აი ამ კვლევებში ღეროვანი უჯრედების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის კონკრეტული ნეირონული ტიპებისგან დიფერენცირება. აი ამ სირთულეებზე რო ვისაუბროთ, რაც ახლავს აი ამ პროცესს და რა მიღწევები გვაქვს დღეს და რა ხდება დღეს ამ მიმართულებით. საერთოდ როდესაც რაღაცას ახალს ქმნით, ძალიან ჩვენთვის მეცნიერებისთვის ბიომედიცინის დარგში, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანი არსებობდეს ინგლისურად ამას ქვია proof of principle, ანუ პრინციპის დასაბუთება. რომ რეალურად ეს მიდგომა შესაძლებელია და სანამ გადავალთ ამ დიფერენციაციის საკითხზე, მინდა მოგიყვეთ იმ კვლევაზე, რომელშიც მე პირადად ჩართული არ ვარ, მაგრამ ამ გარემოში მიწევს მუშაობა და ერთ-ერთი ფუძემდებელი ამ მიდგომის იყო ჩემი პროფესორი ულე ლინდვალი, რომელიც სხვა შორის დღესაც ექსპერტ პროფესორად ჩემს ლაბორატორიაში მუშაობს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენ კვლავ თანამშრომლობთ 130-ზე მეტი სტატია გვაქვს ერთად გამოქვეყნებული და კვლავ ვაგრძელებთ ამაზე მუშაობას. ესე იგი, ულე ლინდვალმა და მისმა კოლეგებმა ჯერ კიდე 80-იან წლებში დაიწყეს სხვა დაავადების, ეს არის პარკინსონის დაავადება, პარკინსონის დაავადებაზე მუშაობა და ამ დაავადების დროს ერთ-ერთი უბანი, ჩვენ როგორც ვთქვით, სხვადასხვა უბნები ტვინის სხვადასხვა ფუნქციას განაპირობებენ. ერთ-ერთი უბანი ტვინის, რომელსაც სუბსტანცია ნიგრა, შავი სუბსტანცია ქვია, შავი ნივთიერება, არის გარკვეული ძალიან სპეციფიური ტიპის, კრიტოდებული დოფამინერგული ნეირონები განლაგებული, რომელიც წარმოქმნიან ნივთიერებას დოფამინს და შემდეგ ამას მიაწვდიან აი ამ აქსონების, ამ მავთულების, ამ კავშირების საშუალებით ტვინის სხვა უბანს, რომელსაც ბაზალური განგლიები ქვია და ეს პროცესი, ეს სტრუქტურები ჩართული არის მოძრაობასთან, მოძრაობის ინიციაციასთან, კოორდინაციასთან და ასე შემდეგ. და ეს პარკინსონის დაავადების დროს ზუსტად აი ეს უჯრედები, ეს შავი სუბსტანციის დოფამინერული უჯრედები იღუპება. რატო იღუპება? არ ვიცით, მაგრამ ხდება. იდეა რაში მდგომარეობდა ულეს ლინდვალის და მისი კოლეგების, რომ ეს უჯრედები იღუპება, მოდი ავიღოთ ეს ამ ტიპის უჯრედები და იმ უბანში, სადაც ესენი პროექციას ახდენენ, სადაც აწვდიან ამ დოფამინს, იმ უბანში ბაზალურ განგლიებში ჩავნერგოთ და იქნებ მათი განვითარების შემდეგ ეს დოფამინს წარმოქმნიან და კომპენსაცია მოახდინონ
ამ ფუნქციების, რომელიც დაზიანდა ამ დაავადების დროს. ეს თავიდან დაიწყო ცხოველურ მოდელზე, რომელშიც ხელოვნურად აზიანებდნენ ამ სუბსტანცია ნიგრას, ამ დოფამინურ უჯრედებს და შემდეგ ისევ თაგვის ან ვირთაგვის უჯრედებს ნერგავდნენ უკვე ბაზალურ განგლიებში, ხო? და ძალიან საინტერესო იყო ის, რომ და ამ უჯრედებს იღებდნენ არა ღეროვან უჯრედებს, არამედ როდესაც ვითარდებოდა ვირთაგვის ტვინი იმ უბნიდან, რომელიც შემდეგ დასაბამს მისცემდა, ვთქვათ, აი ამ სტრუქტურას ტვინის. და იღებდნენ ამ უჯრედებს, სუსპენზიას აკეთებდნენ, ცალკევდნენ უჯრედებს და შემდეგ ინიექციის გზით პირდაპირ გადანერგავდნენ ხოლმე ამ ბაზალურ განგლიებში. და აღმოჩნდა, რომ ამ უჯრედებს შესწევთ უნარი დიფერენციაციის, ანუ ჩამოყალიბდნენ როგორც დოფამინერგული უჯრედები და ამყარონ კავშირები ამ უბანში ბაზალურ სტრუქტურებში არსებულ სხვა ნეირონებთან და მიაწოდონ მათ დოფამინი, ისი ნაკლებობაც იყო და აღადგინონ ის მოტორული ფუნქციები, რომელიც დაქვეითდა. ანუ პრინციპი შემუშავდა. შემდეგი ეტაპი იყო უკვე, როდესაც 90-იან წლებში თავის თავზე აიღონ ამ უჯრედებს. თავის თავზე აიღო, ხო, ჩანაცვლება მოხდა და საინტერესო ის იყო, არა იგივე უბანში ჩანერგეს, სადაც დაზიანდა, არამედ იმ უბანში, სადაც უნდა მიეწოდებინათ მათ ეს დოფამინი, ანუ ლოკალურად, სხვა საპროექციო, ექტოპურად, ესე ვთქვათ, მეცნიერულად რომ. და შემდეგი ეტაპი იყო უკვე პაციენტებზე, როგორ შეიძლება ტრანსლაცია. ხა ჩვენ როდესაც რაღაცას ვაკეთებთ და გვინდა რომ ჩვენი საბაზისო კვლევები გადავიდეს, გახდეს კლინიკური, ჩვენ ამ ტიპის კვლევებს ტრანსლაციურ, ანუ თარგმნად კვლევებს უწოდებთ, არ ვიცი ქართული ტერმინი ზუსტად როგორ არის, ტრანსლაციული შევა ტრანსლაცია, კი ბატონო. და ანუ ეს ტრანსლაცია მოხდა როგორ ვთქვათ, ეხლა ვირთაგვის და თაგვის ნაცვლად უკვე აიღეს პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ პარკინსონის დაავადება და თაგვის ემბრიონების ნაცვლად უკვე აბორტის შემდეგ დაღუპული, აბორტირებული ჩანასახის ადამიანის ჩანასახიდან ზუსტად იგივე უბნები ამოიღეს. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აბორტი არასოდეს არ გაკეთებულა ამ მიზნით, უბრალოდ აბორტი კეთდებოდა და უკვე პოსტფაქტუმ იღებდნენ ნებართვას დედისგან, რომ ეს უკვე დაღუპული აბორტირებული ჩანასახი გამოეყენებინათ კვლევებისთვის ან სამედიცინო მიზნებისთვის და რა თქმა უნდა ყველა უმეტესწილად თანხმდებოდნენ, იმიტომ რომ ის ქსოვილი და ის ემბრიონი მაინც უნდა განადგურდეს. და აღმოჩნდა, რომ ადამიანში ზუსტად ეს მექანიზმი მუშაობს. ანუ რეალურად ეს დოფამინერგული სპეციფიური ნეირონები, რომლებიც ინერგება ტვინში, მათ შესწევთ უნარი, რომ კომპენსაცია მოახდინონ ან მოტორიკის. და ეხლა რომ დავაკავშიროთ ღეროვან უჯრედებს, დღეს უკვე ისევ ლუნჩში, ჩვენს ჰოსპიტალში, წელიწადნახევრის წინ უკვე არა ჩანასახიდან ადამიანის, არამედ ღეროვანი უჯრედებისგან ფორმირებული დოფამინერგული უჯრედების გადანერგვა დაიწყო უკვე პაციენტებში. ეს ახალი პროგრამა არის, დაახლოებით 10-12 პაციენტზე გაკეთდება ეს და სადღაც წელიწადში, 2 წელიწადში გვეცოდინება შედეგები. ანუ ეს გზა 80-იანი წლებიდან ძალიან სისტემურად, ძალიან დაბეჯითებით, ძალიან დიდი დანახარჯებით, როგორც ეკონომიკური, ასე ინტელექტუალური, ნელ-ნელა განვითარდა და დღეს უკვე ის ეთიკური საკითხი ვთქვათ, რომელსაც ბევრი წამოჭრიდა, რომ ვთქვათ, არა მარტო ეთიკური, პრაქტიკულიც, ახლა შეუძლებელია შენ მიიღო საკმარისი რაოდენობა, ვთქვათ, აბორტის შემდეგ ის ქსოვილი, რომ ეს უკვე გახდეს მასობრივად, ესე ვთქვათ, ამაზე დაფუძნდეს მკურნალობა. ხოლო ღეროვან უჯრედებზე, როგორც გითხავით, მათ შესწევთ შეუზღუდავი გამრავლების უნარი და ჩვენ რეალურად შეგვიძლია შევქმნათ დიდი რაოდენობა, განუსაზღვრელი რაოდენობა ამ უჯრედებისა, რომელიც შეინახება გაყინულ მდგომარეობაში სპეციალური დამუშავების შედეგად და ვთქვათ, როდესაც საჭირო იქნება მათი გამოყენება, გამოიღო ის უჯრედები და უკვე ტრანსპლანტაცია მოახდინო პარკინსონიან დაავადება. ხა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პარკინსონის დაავადება ინსულტისგან განსხვავებით ბევრი სხვადასხვა თერაპიული საშუალებები არსებობს და ყველა პარკინსონის დაავადებულს არ დასჭირდება და არც გამოადგება ის მიდგომა, მაგრამ არის დიდი კატეგორია პაციენტებს, რომლებსაც ვთქვათ, არსებული პრეპარატები და თერაპია არ მოქმედებს და უკვე ამ შემთხვევაში სავარაუდოდ ეს მიდგომა, უჯრედული თერაპია უკვე ეფექტური იქნება და გამოყენებადი. კი ბატონო. ხო, აი ამაზე
ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ახლა თქვენ ეს ამბავი, რომელიც რიცი რეალურად ეს ამბავი მოვყევი იმისთვის, რომ ჩვენი მსმენელები მეჩვენებინ, რომ ეს მიდგომა მუშაობს. ანუ პრინციპი უკვე არის კლინიკური კვლევები მიმდინარეობს უკვე. იმიტომ რომ აი მაინც ეს პრინციპი იგივე ტრანსლაციული მედიცინის კიდევ ერთხელ რომ კარგად რა კიდევ ერთხელ ხაზი რომ გავუსვათ რატო ესეთი მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თქვენ ხართ იმ ფუნდამენტურ კვლევებში, ხო? თქვენ უჯრედებს იკვლევთ, ანუ ესეთი თქვენ არ ხართ ექიმი, თქვენ ეს ყველაფერი პაციენტთან არ მიგაქვთ. თქვენ კონკრეტულ სამეცნიერო აღმოჩენებს აკეთებთ და ის, რასაც თქვენ ლუნდის უნივერსიტეტში აკეთებთ, არის ის, რომ იქვე ყავთ რა, ანუ ამ პროცესში ერთვებიან უკვე ის პრაქტიკოსი ექიმები, კლინიცისტები, რომლებსაც ეს აღმოჩენები შემდგომში გადააქვთ უკვე კლინიკურ ძალიან მნიშვნელოვანია, ზურა აქვე აღნიშნოთ, რომ ეს ტრანსლაციური მედიცინა ესე არ არის, რომ ჩვენ ლაბორატორიაში რაღაცას შევქმნით და შემდეგ შევთავაზებთ, აბატონო გამოიყენეთ პაციენტებში. ეს არის ერთობლივი მუშაობა, ეს არის ორმხრივი გზა. თავიდანვე ვთქვათ, პრობლემის იდენტიფიცირება და პრობლემისკენ მიმავალი გზების იდენტიფიცირება ხდება კლინიკაში, ჩვენის მხრივ საბაზისო მეცნიერებაში ვიწყებთ რაღაცის განვითარებას და ორი მიმართულებიდან მივდივართ და სადღაც შუაში ვხვდებით და შემდეგ ამას უკვე ღირებულება აქვს კლინიკური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ხშირად ყოფილა რომ რაღაცა შექმნილა ვთქვათ საბაზისო მეცნიერების მიერ და შემდეგ იმას კლინიკური ტრანსლაცია ან გაჭირვებულა, ან არანაირი ღირებულება რეალური თეორიულად შეიძლება ქონდა, მაგრამ რეალური არ ქონდა და უმეტეს შემთხვევაში ამის პრობლემა არის იმაში, რომ კლინიცისტები თავიდანვე არ იყვნენ ჩართულები და ამიტომ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნებისმიერ ამ ტიპის კვლევას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გუნდურად მოხდეს ამ მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიის განვითარება. და ეს პარკინსონის ეს შემთხვევაც მოწმობს იმას, რომ ეს ყველაფერი რეალურად ფართოდ ხელმისაწვდომი რო გახდეს ადამიანებისთვის, ამასთან ძალიან ახლოს ვართ, ხო? ახლოსა ვართ ნამდვილად, იმედია ეს კვლევები დაასაბუთებს იმას, რომ ეს ღირებული ტექნოლოგიაა და ახლო მომავალში უკვე ფართოდ დაინერგება კლინიკაში. კი ბატონო, ეხლა თქვენ ერთ საინტერესო საკითხი ახსენით, ეს იყო ეს ეგრეთ წოდებული ნააბორტალი მასების ეთიკური დილემები, რომლებიც არსებობდა. დღეს ამ საკითხები რეგულირებულია, თუმცა თავის დროზე დიდი ჯაბაასისა და აქვე გეტყვით, რომ ღეროვან უჯრედებსაც აქვს თავისი ეთიკური პრობლემა, რომ თქვათ იქ ჩანასახიდან მიღებული არის, მაგრამ დღეს უკვე ეს ეთიკური პრობლემაც გადაჭრადია და თქვათ ლუნჩი თუ ვაკეთებთ ჩვენ ისევ ღეროვანი უჯრედებიდან, თქვათ ამერიკაში და იაპონიაში უკვე იყენებენ კანიდან მიღებულ. მაგაზე მინდა და რა გადავსულიყავით. ზუსტად მაგაზე მინდა გადავსულიყავით, იმიტომ რომ აი ეს თქვენი კვლევები ათვლენებს ამას, რომ ეს კანის უჯრედების რეპროგრამაცია ნეირონებად არის შესაძლებელი და შეიძლება იყოს ძალიან დიდი გარღვევა, ხო? ზოგადად ნეირომეცნიერებაში. აი როგორ მუშაობს ეს პროცესი, ეგრე ვაგხსნათ. კი, ძალიან საინტერესო პროცესია და დავიწყოთ იმით, რომ ეს მოდელი, რომ ჩვენ ვიღებთ ფიბრობლასტებს, კანის უჯრედებს და ამ კანის უჯრედებს დიფერენცირებულ უჯრედებს ვაბრუნებთ უკან არადიფერენცირებულ, ანუ ქმნით კანის უჯრედებისგან პლურიპოტენტულ, ანუ ყოვლის შემძლე ღეროვან უჯრედებს. და ეს პირველად ეს კვლევა 2006 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში Cell და Yamanaka, ეს იაპონელი მკვლევარი, რომელიც ავტორი იყო და შემქმნელი იყო ამ ტექნოლოგიის, 2012 წელს უკვე მიიღო ნობელის პრემია. ეხლა წარმოიდგინეთ ნობელის ეს არის ეს ექსპერიმენტი, ხო? როდესაც 4 სხვადასხვა. არა, ეს იყო სხვა. ეს არის პირდაპირ ფიბრობლასტებზე. ეს ბაყეყებზე ეს არის გორდონი, ვისთან ერთადაც მიიღო, ორმა მიიღო. და საინტერესოა გორდონი რა კი ახსენეთ, გორდონის ნაშრომი, რომელშიც მან მიიღო ნობელის პრემია, გამოქვეყნდა 1962 წელს. და 2012-ში მიიღო ნობელის პრემია და Yamanaka-ს ნაშრომი 2006 წელს, ანუ 6 წლის შემდეგ გამოქვეყნებიდან მიიღო ნობელის პრემია და ეს უნიკალური შემთხვევაა და მიუთითებს იმაზე, რამდენად დიდი გარღვევა იყო მეცნიერებაში, რამდენად რეალური იყო ეს. ანუ უმეტეს შემთხვევაში ნობელის კომიტეტი ელოდება, რომ გავიდეს წლები და დასაბუთდეს, რომ ეს მუშაობს, ეს რეალურია, სხვა მკვლევარები ასაბუთებენ და იყენებენ იგივე ტექნოლოგიას. აქ კი ზუსტად 6 წელიწადში უკვე იმდენად მნიშვნელოვანი პროცესი აღმოაჩინა Yamanaka-მ და პროცესი მდგომარეობს რაში? Yamanaka-ს შემთხვევაში იღებდნენ 4 გენს, ნუ ხა ეს ძალიან
ბევრი წელი მუშაობდნენ ამაზე, რომ შეერჩიათ ეს 4 გენი. 4 გენის იღებენ, შეყავთ ვირუსში ეს გენები და ვირუსის შემდეგ, ვირუსის საშუალებით ეს გენები შეყავთ კანის უჯრედში. ინფიცირებას ახდენენ, ესე ვთქვათ, ვირუსებით, რომლებიც ამ გენს შეიტანენ კანის უჯრედის გენომში. ამ გენების აქტივაციის შედეგად ხდება უკუ განვითარება. ფიბრობლასტი გარდაიქმნება ღეროვან უჯრედად. ანუ ფიბრობლასტი, რომელიც დიფერენცირებულია და რომელსაც თავისი ფუნქციები აქვს კანში, გარდაიქმნება ღეროვან უჯრედად და შემდეგ ამ ღეროვანი უჯრედიდან შეგიძლია მიიღო გულის კუნთის უჯრედი, ღვიძლის უჯრედი, ნეირონი, პანკრეასის უჯრედი, ნებისმიერი ხტილის უჯრედი, ნებისმიერი სხვა უჯრედი. ანუ მოხდა ინდუცირება და მივიღეთ ჩვენ ეგრეთ წოდებული ინდუცირებული ემბრიონული ღეროვანი უჯრედი. ანუ რომელიც რეალურად ზუსტად იგივეა, რაც თქვა ბლასტოცისტიდან ამოღებული ღეროვანი უჯრედი. და დღეს ჩვენ გვაქვს ორი წყარო, ანუ რეალური ემბრიონული ღეროვანი უჯრედი და ინდუცირებული ემბრიონული ღეროვანი უჯრედი, რომელიც უკვე ნებისმიერი ჩემგან თქვენგან შეიძლება ბიოფსიით პატარა კანის ნაკუცი ავიღოთ და ამ კანისში არსებული უჯრედებიდან მივიღოთ ამ ტიპის ინდუცირებული. ანუ ის პრობლემა, რომ ღეროვანი უჯრედების მოპოვება იყო პრობლემა. თავისი რაოდენობის თვალსაზრისით და ბევრი სხვა ეთიკური და ასე შემდეგ საკითხების გამო რეალურად აი ამ აღმოჩენებს შეატრიალა და ახალი ჰორიზონტები გახსნა. და გახადა, მოდით ესე დავარქვათ, რომ მასობრივად ხელმისაწვდომი მეცნიერებისთვის. და თავისთავად ახლა თვითონ შინაარსიც ძალიან საინტერესო აქვს ამას, ხო, რომ უკუ განვითარება ხდება. რაც არის. ანუ რეალურად ბუნებაში განვითარება ხდება მარტივიდან რთულისკენ, უფუნქციოსგან სპეციფიური ფუნქციისკენ და აქ არის რევერსია მოხდა, ანუ უკუ სვლა მოხდა განვითარების. კი ბატონო. აი ამ პროცესში კიდევ ერთი ცოტა სპეციფიკური საკითხია, მაგრამ ეს თქვა თქვენი კვლევები, ხო, აი ამ ინსულტის შედეგების შემსუბუქებას ეხება და თქვენ ერთ-ერთ კონფერენციაზე, რომელიც მე მოვისმინე, ასევე საუბრობდით ენგრამის უჯრედების როლზე. ეს მეხსიერების აღდგენაში, თავისი ფუნქციების რეაბილიტაციაში, ინსულტის შემდეგ. მოკლედ რომ ამაზეც ვისაუბროთ, აი ეს რა უჯრედებია საერთოდ, რატოა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო და რა კვლევები მიმდინარეობს, ანუ რა კვლევებში რა ჩანს, მისი როლი და ფუნქცია რა შეიძლება იყოს. თვითონ ეს ენგრამის მიდგომა მეხსიერების სფეროდან მოდის, რომ ნებისმიერი ქმედება უზრუნველყოფილია გარკვეული რაოდენობით, გარკვეული სპეციფიური უჯრედების ერთობლივი აქტივობით, მოდით ესე დავარქვათ, ხო? და თუ მოხდა დარღვევა ამ უჯრედების კომუნიკაციაში, ან თქვათ რომელიმე ამ რამდენიმე ან რომელიმე ეს უჯრედი დაიღუპა, თქვათ ეს მეხსიერების ეს კვალი ქრება. ანუ რეალურად ეს უჯრედები ერთობლივად თუ არ გააქტიურდნენ, ის მეხსიერება არ ამოტივტივდება ან არ ამოიღება, ვთქვათ, საცავიდან მარტივად რო ვთქვათ, რომელიც ნორმალურ პირობებში ხდება. ესე იგი, მსგავსად ამისა ჩვენ მკვლევარებმა შევქმნით იდეა, რომ ინსულტის დროს ხდება გარკვეული არ მარტო მეხსიერების, არამედ ფუნქციური ენგრამების დარღვევა, ვთქვათ, მოტორიკის ენგრამის. ანუ ის კომბინაცია ის უჯრედებისა, რომლებიც უზრუნველყოფს ამა თუ იმ ფუნქციას, ვთქვათ, თითების მოძრაობას, ხო? სიტყვაზე, ვთქვათ, ან თითის აწევას, 2 თითის აწევას, 3 თითის აწევას. ირღვევა, იმიტომ რომ ეს უჯრედები, რომლებიც ჩართული არის ამ პროცესში, იღუპება და რეალურად უნდა იდეა არის, რომ ჩვენ აღვადგინოთ ეს ფუნქცია, იმით რომ მივაწოდოთ twins ახალი ნეირონები, ახალი უჯრედები და მოხდეს ამითი ჩანაცვლება. ეხლა, როდესაც ჩვენ ლაპარაკი გვაქვს გადანერგვაზე, განსაკუთრებით არასრულად დიფერენცირებული, რომელიც ჯერ კიდევ ვითარდება, მაგრამ ვიცით რა უჯრედად განვითარდება. ამ უჯრედებს ორმაგი ფუნქცია შეიძლება ჰქონდეთ. პირველი, რომელსაც დიდი ხანია უკვე მკვლევარები ასაბუთებენ და რეალურად მოქმედებს, რომ ეს უჯრედები გამოყოფენ გარკვეულ ნივთიერებებს,
რომელთაც შესწევთ უნარი, აი ზუსტად ის პლასტიურობის უნარი, ხო, რომელიც დაქვეითებულია, ვთქვათ, დაზიანებულ ტვინში ან ხანდაზმულ ტვინში, გარკვეულწილად ჩაანაცვლონ ან ხელი შეუწყონ ამ პლასტიური პროცესების განვითარებას. ამ ნეიროტროფული ფაქტორები იქნება ეს, ვთქვათ, ციტოკინები იქნება თუ სხვა ნივთიერებები, რომლებიც საჭიროა და რომელიც აი ამ კავშირების დამყარებას და უჯრედების გადანაწილებას აადვილებს. ეს ერთი, მაგრამ მეორე, რომელზეც ჩვენ უშუალოდ ჩემი ლაბორატორია მუშაობს, ეს არის ნერვული რკალის აღდგენა და ზუსტად ენგრამის პროცესები აქ შემოდის, რომ ის კავშირები აღდგეს, არა მარტო ის, თქვათ, ფუნქცია აღდგეს, არამედ ის კავშირები, რომელიც დაირღვა დაზიანების შედეგად. და კავშირები, როგორც გითხარით, ნეირონის ფუნქცია არის, რომ მიიღოს კავშირი სხვა ნეირონისგან და გადასცეს სხვა ნეირონს, ან სხვა სტრუქტურას, ან სხვა უჯრედს. აი ეს კავშირების აღდგენა ზუსტად არის ერთ-ერთი მთავარი კვლევის საგანი, რომელსაც დღესდღეობით ჩვენ ვატარებთ. და ეს ჩვენ გვაქვს ინსულტის მოდელი, ცხოველური მოდელი, როდესაც ხელოვნურად გადავკვანძავთ ერთ-ერთ სისხლძარღვს, რომელიც ქერქს, ტვინის ქერქს ამარაგებს, სომატოსენსორულ ქერქს ამარაგებს ეგრეთ წოდებულს სისხლი და ეს უბანი იღუპება და აი ამ უბნის დაღუპვის შედეგად ეს ნერვული კავშირები და რკალები რომ ირღვევა, ახალი უჯრედების უკვე, მაგრამ უჯრედები ამ შემთხვევაში ცხოველი მგნელია, ვირთაგვა, ანთაგვი, მაგრამ უჯრედები უკვე ადამიანის კანიდან მიღებული უჯრედებია, იმიტომ რომ ჩვენ ამბიცია გვაქვს, რომ ტრანსლაცია მოხდეს ამისი და შესაბამისად მუშაობთ ვიყენებთ ადამიანის ღეროვან უჯრედებს. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო წინსწრებად, რომ ეს ეტაპის განვლეთ უკვე ჩვენ და უკვე მუშაობთ ადამიანის ტვინზე, მაგრამ იმის მაგალითად, რომ ჩვენ გადავნერგოთ უჯრედები ადამიანის ტვინში, ჩვენ გამოგვაქვს ქერქის ნაწილი ადამიანის. ახლა ექსპერიმენტისთვის კი არ გამოგვაქვს, არის ნეიროქირურგიული პროცედურები ეპილეფსიის დაავადებული ადამიანების დროს, როდესაც ტვინის სიღრმეში არსებული ერთ-ერთი სტრუქტურა ჰიპოკამპი, როდესაც ის არის კერა ეპილეფსიის, ხდება მისი ამოკვეთა. იმისთვის რომ მიუდგე, ქერქში ფანჯარა უნდა გააკეთო. ნეიროქირურგები ამოჭრიან ქერქის გარკვეულ უბანს, რომ სიღრმეში შემდეგ ჩავიდნენ და ამოკვეთონ ეს სტრუქტურა. და ეს უბანი აბსოლუტურად ჯანმრთელი არის, ქერქის ეს უბანი. და ჩვენ ნეიროქირურგები, აი კიდევ ერთხელ ეს ტრანსლაციური რას ნიშნავს, უკვე მათთან უშუალო თანამშრომლობით ჩვენ მოგვაქვს ლაბორატორიაში და კულტურის პირობებში შეგვიძლია 8 კვირამდე შევინარჩუნოთ ეს ადამიანის ქერქი. და უკვე გადანერგვას ვაკეთებთ ადამიანის უჯრედების ადამიანის ქერქზე. ანუ ex vivo ადამიანიდან გამოყოფილი, მიღებული ქსოვილი, ქერქის ტვინის ქსოვილს ვიყენებთ უკვე ჩვენ როგორც მოდელს გადანერგვისთვის და არა, თქვათ, ვირთაგვაში მარტო ან თავში ვნერგავთ ქსენოტრანსპლანტაციის გზით ერთი სახეობიდან მეორეში, არამედ უკვე ადამიანის უჯრედებს ადამიანის ტვინში და ამ დონეზე ვსწავლობთ, თქვათ, ჩვენი გადანერგილი ნეირონები როგორ იღებენ კავშირებს ამ ქსოვილში არსებული ნეირონებიდან და როგორ ამყარებენ მათთან კავშირებს, ესე რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით კიდე წინ წავიწიეთ. კი ბატონო. და აი მაგ პროცესში აი როგორი სცენა გაქვთ ახლა შედეგების თვალსაზრისით, ან აი რა დონეზე ხართ მაგ ყველაფრის კვლევაში? შედეგები ძალიან დამაიმედებელია ჩვენი ბოლო კვლევების მიხედვით. სინაფსი, როდესაც კავშირი ხდება, თქვათ, ერთი ნეირონი მეორესთან, იქ ყალიბდება გარკვეული სტრუქტურა, ეგრეთ წოდებული სინაფსი და გარკვეული ნივთიერების გადაცემა ხდება ერთი უჯრედიდან მეორეზე და ეს არის ზუსტად კავშირის ფორმა. ჩვენი ბოლო გამოქვეყნებული კვლევების საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ძალიან თამამად ვთქვათ, რომ ის უჯრედები, რომლებსაც ჩვენ ვქმნით ჩვენს ლაბორატორიაში, ქერქული უჯრედები, ადამიანის ქერქული უჯრედები, ამ ტიპის ადამიანის ქერქის ქსოვილში გადანერგვის შემდეგ არა მარტო იღებს კავშირებს იქ არსებული ნეირონებისგან, არამედ გადასცემს კიდე და ეს უკვე მანიშნებელია იმისა, რომ სრულყოფილად შეესწევთ ამ უჯრედებს, რომ ინტეგრირება მოხდნენ აი ამ რკალში, ამ ნერვულ რკალში. ეხლა ფუნქციის აღდგენას ნახვაც შედარებით რთულია in vitro პირობების შემთხვევაში. მაგრამ ეს არის დაუზიანებელი
ქერქის ნაწილი. მაგრამ ეხლა კიდე წინ მივდივართ და უკვე გვინდა რომ აი ამ კულტურის პირობებში შევქმნათ გარკვეული უბანი ამ ადამიანის ქერქში, რომელიც იშემიურად ინსულტის მსგავსად იქნება, არა მთლიანად ქსოვილი, არამედ გარკვეული უბანი და ამისთვის ვიყენებთ მიკროცირკულაციის სპეციალური ჩიპები არის, რომელიც გარკვეულ უბნებს მიაწოდებს უკვე ნივთი იმას საკვებ არის, რომელშიც არ იქნება ჟანგბადი და გლუკოზა და შაქარი და ამიტომ ის უბანი დაზიანდება. უკვე რეალურად ჩვენ კულტურის პირობებში გვექნება ინსულტის რეალური მოდელი და აი უკვე საინტერესო იქნება, ჯერაც ძალიან ადრეულ ეტაპებზე ვართ ამ კვლევებში, ძალიან საინტერესო იქნება აი დაზიანებული უბნის გამოწვეული ნერვული აქტივობების დაქვეითების კომპენსირებას შევძლებთ თუ არა გადანერგვის დროს აი ამ პირობებში და ძალიან ოპტიმისტურად უყურებთ ჩვენ ამას და ძალიან დიდი მედებს ვამყარებთ ამ კვლევებზე. ნუ ეხლა ეს თან ისეთი საკითხია, ხო, როცა აი კონკრეტულად ამ კომპონენტებზე საუბრობთ მეხსიერების და ასე შემდეგ, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის ესეთი შიშია, ტკივილია და შესაბამისად, რა ვიცი, ალბათ თითოეული ადამიანი, ვინც ახლა გვისმენს, თუ გივინმეს რამეზე გულწრფელად შეიძლება რომ წარმატება უსურვოს, ერთ-ერთი აი ეს არის, რომ ამ კვლევებმა ის შედეგები მოგცეს, რა ჰიპოთეზაც არის, რის გამოც დაიწყო ამ ყველაფრის კვლევა. ბატონ ზაზა, აი რაზე მინდა რომ ასევე ყურადღება მივაპყროთ ჩვენ მსმენელის, რომ თქვენ ძალიან დიდი ხანია უკვე ჰორმონ უჯრედებს იკვლევთ, ხო? და აი ეს ფაზისური და კვლევები ზოგჯერ ათწლეულები გრძელდება ხოლმე და ეწეღარას ამბობდით თუნდაც ნობელის პრემიასთან დაკავშირებით, რომ როგორც წესი გაიცემა ხოლმე ზოგჯერ 30-40 წლის შემდეგ აღმოჩენებიდან, ხო? აი წელსაც რა ნობელის პრემიაც გაიცა იგივე ამ მიკროRNA-ების აღმოჩენაზე, ეგეც 30 წლის თავზე გაცემული ნობელის პრემია იყო. ეხლა რატო უსვამ ამას ხაზს? იმიტომ რომ კვლევების რაოდენობა, ხარისხი, ასე შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ შემდგომ როცა ამ ყველაფრის გადატანა ხდება უკვე კლინიკაში ადამიანებზე, იქ რისკები მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული. ხო, აი ამ საკითხზეც რომ ვისაუბროთ, ანუ რა დაზღვევის მექანიზმები გვაქვს ამ შემთხვევაში, როგორ უნდა ვიქცეოდეთ და როგორ ვიქცევით ზოგადად. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ზოგადად, როდესაც ღეროან უჯრედებზე ვლაპარაკობთ და უჯრედულ თერაპიაზე, ღეროან უჯრედებს, როგორც გითხარით, შეუზღუდავი გამრავლების და დიფერენციაციის უნარი აქვს. უბრალოდ რო აიღოთ ღეროან უჯრედები გადანერგოთ, ტერატოკარცინომა განვითარდება, ანუ განვითარდება სიმსივნე. და სიმსივნური ზრდა, რომელიც შეიძლება მოჰყვეს უჯრედულ გადანერგოს, ერთ-ერთი რისკ ფაქტორი არის და ძალიან მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი არის. არ გინდა რომ თქვა განკურნო ინსულტიდან და დამართო ტვინის სიმსივნე, ხო, პაციენტს წარმოგვიდგენია. ამიტომ ეს კვლევები, ამ ტიპის კვლევები, რომელიც რეალურად ჩვენ გადანერგვის შემდეგ ვეღარ ვაკონტროლებთ უჯრედებს, ხო, ისე არ არის რომ თქვა გამორთოთ, ჩავთოთ, ან ამოვიღოთ იმ უჯრედების ამოღებაც, ნუ არის რაღაცა კვლევები, რომელიც ვითომ მიზანს ისახავს, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან საწყის ეტაპზეა. მაგრამ ფაქტიურად გადანერგვის შემდეგ ეს უჯრედი ხდება უკვე ორგანიზმის ნაწილი და მათი ამოკვეთა, ან გაჩერება, ან გამორთვა, ან სხვა манипуლირება უკვე ძალიან ძნელი ხდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც კვლევებს ვატარებთ, ეს კვლევები იყოს ძალიან ფუნდამენტური და ყველა ეს რისკ ფაქტორები, არა მარტო ეფექტურობა ამ კვლევის, ამ უჯრედების გადანერგვის ერთ ცხოველურ მოდელებზე და შემდეგ თქვა კლინიკურ კვლევაში და შემდეგ კლინიკური გამოცდების გზით ჩატარდეს, ხო, უსაფრთხოების თვალსაზრისით და ეფექტურობის. აი ეს ორი კომპონენტი მოითხოვს საკმაოდ ხანგრძლივ
კვლევებს და ძალიან სარისკოა, როდესაც ბევრ შემთხვევაში ჩვენ ვაწყდებით, რომ ეს უჯრედები კლინიკაში უკვე პაციენტებში მოხმარება ხდება, ვთქვათ, არასათანადო კვლევების, არასათანადო კლინიკური კვლევების, საბაზისო კვლევების და ძალიან სამწუხაროა, რომ არსებობს ბევრი კომპანია და კლინიკა, რომელიც სთავაზობს, ვთქვათ, პაციენტებს უჯრედულ ან ღეროვან თერაპიის მიდგომებს და ისეთი სპექტრი არის ხოლმე დაავადებების, რომ თუ კი რამე დაავადება არსებობს, ისინი გთავაზობენ, რომ ყველაფერს განკურნავენ. სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ეს არ ეფუძნება არანაირ არც საბაზისო მონაცემებს და მით უმეტეს არც კლინიკურ გამოკვლევებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტები, რომლებიც განიხილავენ ამ კლინიკაში ვთქვათ კურნალობას ან მათთან დაკავშირებას ძალიან სერიოზულად მოეკიდონ ამ საკითხს, ძალიან საფუძვლიანად გაარკვიონ ამ კლინიკის ვთქვათ ეფექტურობა თუ უსაფრთხოება თუ რამდენად რეალურია ეს შემოთავაზება და არა ვთქვათ ფინანსური პროექტი, რომლის საშუალებითაც ეს კლინიკები მხოლოდ შემოსავლის მიღებას ცდილობენ და ნაკლებად. აქ მოდელი როგორ არის, იცით, ზურა, გეუბნებიან, რომ ვთქვათ, უკეთეს შემთხვევაში ნებას არ აყენებენ. უკეთეს შემთხვევაში, მაგრამ არ არის გამორიცხული რაღაცა ნებაც მიაყენონ პაციენტს. და გეუბნებიან, რომ ვთქვათ, 50%-ია შანსი, რომ ეს იმუშავებს. როგორც წესი, უკვე იმ ტიპის პაციენტები მიმართავენ ამ კლინიკებს, რომლებსაც ყველაფერი სხვა ცადეს და სხვა გამოსავალი არ არის. ერთხელ რომ საკმაოდ ძვირად ღირებულია ხოლმე ეს კლინიკა და რომ არ იმუშავებს, თავიდან პლაცებო მუშაობს, ანუ ადამიანი ვთქვათ, ინდივიდუალურად შეიძლება განიცდეს 30% შეიძლება ფუნქცია სუბიექტურად გაუმჯობესდეს, მაგრამ ეს ხანმოკლეა და ეს გაქრება. და ამ პლაცებოსაც უკვე ეს კლინიკები იყენებენ თავის სასარგებლოდ, რომ აი ხო ხედავ ეფექტი ქონდა, კიდე განმეორებით არის გასაკეთებელი და ბოლოს რაღაც ეტაპზე ეუბნებიან, რომ სამწუხაროდ ამან არ იმუშავა. ანუ აი ეს მოდელი ძალიან მწუხარ რომ მუშაობს და ძალიან ძვირი ღირებული და ჩვენ ახლა ამის დრო არ აგვაქვს, მაგრამ ბევრი შემთხვევა თქვათ მაკარინის შემთხვევა არის, თქვათ სხვა რამდენიმე მკვლევარის შემთხვევა, რომელთაც დღეს ძიება გამოცხადებული და ზოგიერთი მათგანი დაპატიმრებულიც კი არის, იმიტომ რომ პაციენტი შემოაკვდათ, თქვათ, ამ კურნალობის პროცესში ან ძალიან დიდი თაღლითობის მუხლით არიან ციხეში. ამით მე იმის თქმა კი არ მინდა, რომ ეს მეთოდი არარეალისტურია, არა პირიქით, როგორც მე მოგიყევით, ძალიან რეალისტურია, უბრალოდ ძალიან სკრუპულოზურ და ძალიან ხანგრძლივ კვლევებს საჭიროებს და კლინიკურ გამოცდებს და ჩვენ ბევრ შემთხვევაში ჯერ კიდევ საკმაოდ შორს ვართ, რომ დასაბუთებულად კლინიკურად მასობრივად გამოვიყენოთ. ჯერ ბევრ დაავადებაზე კლინიკური კვლევები გამოცდაც კი არა, კვლევები ღია open label რასაც ქვია, ხო, ღია კვლევები მიმდინარეობს. ჩვენ აუცილებლად მივალთ ბევრ დაავადების შემთხვევაში, როდესაც უჯრედული თერაპია ეფექტური საშუალება იქნება, მაგრამ არ უნდა ავჩქარდეთ და უნდა სერიოზულად მიუდგეთ ამ საკითხს და როგორც ვთქვით, აი საბაზისო და კლინიკური კვლევების ერთობლივი შერწყმით და ერთობლივი მოქმედებით ეს სასურველი შედეგი აუცილებლად მიიღება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შემთხვევაში ბევრი სარგებლობს იმით, რომ თქვათ ძალიან ერთის მხრივ პაციენტების გაუცნობიერებლობით ამ თვალსაზრისით და მეორეს მხრივ ძალიან დიდი ინფორმაცია და ძალიან დიდი იმედებს ვამყარებთ ჩვენ უჯრედულ თერაპიაზე და ღეროვან უჯრედებზე და ამ ორი შერწყმით ძალიან ბოროტად სარგებლობენ ამით სამწუხაროდ. კი და ხო აი ჩვენი მიზანიც ეგ არის, რომ აი ამ მეცნიერების სიყვარული მარტო ის არ არის, რომ გაინტერესებდეს საინტერესო ამბების საკითხვა, ხო? აი ესეთ საინტერესო ჟურნალებში ეს ერთ-ერთია სადაც თქვენი პუბლიკაცია იყო გამოქვეყნებული, აქ არის ის, რომ ვიცოდეთ რა მოლოდინები უნდა გქონდეს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. მეცნიერება მაგისთვის არის და იმიტომ დღეს საუბრობთ აქ და ვლაპარაკობთ ეს ყველაფერი მეცნიერების პროდუქტებია, ხო? როცა 100 ჯერ გაიზომა და ერთხელ გაიჭრა, მაგ შედეგება მოგვიყვანა ამ შედეგებამდე. აი ხა რაზეც თქვენ საუბრობდით, ხო? კონკრეტულად რომელ დაავადებებზე
თან მიმართებაში გვაქვს რაღაც პროგრესი, სად გვაქვს უკვე კლინიკური კვლევები, აი რომლის ტრანსლირება ხდება უკვე კლინიკებში. ხო, აი ამ დაავადებებზეც რო გითხრათ, ცოტა რა ეტაპზე ვართ დღეს უჯრედული თერაპიის თვალსაზრისით? სად ვართ ყველაზე უფრო ახლოს რომ მე არა ვარ იმ პოზიციაში რომ დავიწყო თქვათ შედარება დაავადებების და რომელში უფრო წინ ვართ ჯერ ესეთი მე არ ვარ ჩახედული ყველა თქვათ მიმართულებით და დაავადებით ამ საკითხზე მაგრამ მინდა გითხრათ რომ ძალიან ფართო სპექტრი არის იმ დაავადებების და იმ კვლევების რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს რაც შეეხება თავის twins ასევე უნდა კარგად გავაცნობიეროთ რომ უჯრედული თერაპია პანაცეა არ არის თქვათ როდესაც არის დიფუზური ფუნქცია როდესაც არაკონკრეტული ჯგუფი უჯრედებისა არამედ მთლიანად twin-ი არის მაგალითად ალცჰაიმერის დროს ალბათ ძალიან რთული იქნება თქვათ რაღაცა ერთი ტიპის უჯრედების უჯრედული თერაპიის გამოყენებით ჩვენ მოვახდინოთ კომპენსაცია ან შეჩერება თქვათ ამ დაავადების მაშინ როდესაც თქვათ რომ რაღაც უფრო ლოკალური დაზიანება არის და გარკვეული ტიპის უჯრედები როგორც პარკინსონის დაავადების დროს ხდება უფრო მარტივია იმიტომ ზუსტად ვიცით სად და რა ტიპის უჯრედები ზიანდება და ამიტომ საკმაოდ სელექტიურად უფრო მეცაც გეტყვით თქვათ იგივე თქვათ ჩვენ თვლით რომ როდესაც ინსულტის პაციენტებისთვის მოხდება ამ ტექნოლოგიის განვითარება ყველა პაციენტი არ იქნება ყველა პაციენტისთვის ეს ხელმისაწვდომი არ იქნება იმიტომ რომ დამოკიდებული იქნება თქვათ დაზიანების დონეზე აუცილებლად იმიტომ რომ ყველა პაციენტი არის ინდივიდუალური თქვათ თავისი კომორბიდობით რა სხვა დაავადებები აქვს ეს დაავადება როგორ განვითარდა რა სტადიაშია რა სტრუქტურებია ჩართული და ამიტომ ეხლა ყველაფერი როგორც თქვენ მგზავნით პერსონალიზაციის მიმართულებით ის არ არის რომ თქვათ ერთ რაღაცა უნივერსალურ მეთოდს შევქმნით ჩვენ და ეს გამოსადეგი იქნება ყველასთვის იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ დარგში ეს მიმართულება ვითარდება საკმაოდ ინტენსიურად ვითარდება რაც შეგვიძლია ვთქვათ მაგრამ აი ესე კონკრეტულად რომ დავიწყოთ რომ შევადაროთ ამ დაავადებაში უფრო მეტი პროგრესია იმაში უფრო ნაკლებია მე მგონი არ იქნება მართებული და დაველოდოთ რომ იქნება უკვე საბოლოო ვთქვათ კლინიკური კვლევები ამა თუ იმ დაავადებებისთვის და ეს დაინე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ზურა ისიც გავაცნობიეროთ რომ მკურნალობის ტექნოლოგიის ღირებულებაც ფასი დაჯდება ვთქვათ $1 მილიონი რომ დაჯდეს ერთი პაციენტის მკურნალობა რამდენად რეალისტურია და რამდენად მასობრივი იქნება ეს ამიტომ ამასაც დრო უნდა რომ ვთქვათ იგივე 10 წლის წინ ღეროვანი უჯრედების შექმნა ვთქვათ ინდუცირებული ღეროვანი უჯრედების სადღაც 4-ჯერ 5-ჯერ უფრო ძვირი ჯდებოდა ვიდრე დღეს ხო ამიტომ ეს ბევრი კომპონენტი არის არა მარტო ვთქვათ ბიოლოგია და მედიცინა არამედ ბევრი სხვა სოციოეკონომიკური ფაქტორები ტექნოლოგიური ფაქტორები ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს იმას თუ რა ტემპით ამა თუ იმ მიმართულებით განვითარდება ამ ტექნოლოგიის დანერგვა თუ რა ახალი ვთქვათ გზები გამოჩნდება უფრო ეფექტურად წარმართოთ ეს მიმართულება კი ბატონო ეს ხო აი ის ამ პერსონალიზებულ მედიცინაზე აი ეს ტერმინები დღეს საქართველოშიც ხშირად ისმის და ეს პოპულარულია ხო აი ტრანსლაციურ მედიცინაზე ვისაუბრეთ ზეგან ახსენით რაც იყო და ეს პერსონალიზებული მედიცინაც როგორც ჩანს მომავალი საერთოდ ჯამში აქეთ არის ხო დღეს ძირითადი მიდგომები ხო აი მაგათ 2025 წლისთვის უკვე ველოდებით კიბოსთერაპიულ ვაქცინებს რომელიც ასევე პერსონალიზებული ეს არ იქნება რაღაც უნივერსალური რომელიც აფთიაქში გაიყიდება ან თუნდაც რა ვიცი ჰოსპიტლებს ექნებათ ხო ეს ინდივიდუალურია იმ დაზიანებების შესაბამისად უნდა დამზადდეს რომელიც იმ კონკრეტულ ადამიანს აქვს და აქაც ისევ ოღონდ ეგ კითხვის ნიშნები რაც ახლა საუბრობთ ეგენია ფასი რა იქნება როგორ იქნება რამდენი ხელმისაწვდომი იქნება ეს სერვისი ბატონო ზაზა ბოლო შეკითხვა მექნება აი ამ ღეროვან უჯრედებთან დაკავშირებით
ჩემი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ ვისაუბრეთ, რომ აი ემბრიონული ღეროვანი უჯრედები არის საწყისი წყარო, ესეთი შემდგომში უკვე დიფერენცირებული უჯრედებისთვის, ხო? მაგრამ რაღაცა ეტაპზე ისინი ანუ როცა უკვე სპეციალიზებული უჯრედებად ყალიბდებიან, ნუ ეს უჯრედები აღარ იყოფა. ხო ასეა? აღარ იყოფა და ეს პროცესი შემდგომში უკვე ხდება, რასაც ჩვენ ეპიგენეტიკურ ფაქტორებს ვუწოდებთ ხოლმე. აი მოკლედ ამაზეც ვისაუბროთ, რომ აი ეპიგენეტიკის და ამ ფაქტორების ზეგავლენა რა არის ჩვენ ჯანმრთელობაზე და ნუ ისევ ჩვენს ორგანიზმზე და ისევ იგივე თავის ტვინზე რო ვისაუბროთ და აი ამ ნეირო დეგენერაციის ან თუნდაც ასაკთან დაკავშირებული რაღაც დაავადებების მართვაში ამას რა როლი აქვს? ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ფართი საკითხია და ეპიგენეტიკა დღითიდღე უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს. რეალურად თუ რო განვარტოთ რა არის ეპიგენეტიკა, თვითონ გენი რა არის? ეს არის გარკვეული თანმიმდევრობა სტრუქტურის ცილის, პროტეინის, რომელიც კოდირებულია გენში, ხო, დნმ-ში. მაგრამ ძალიან ბევრი გენი საჭიროებს აქტივაციას ან შეკავებას. ანუ ესე არ არის, რომ მუდმივად განუწყვეტლივ ხდება ამა თუ იმ გენის მუშაობა, ხო? ათასობით გენი არის ჩვენს ორგანიზმში და გარკვეული დინამიკა ხდება, როდის და რა ფაქტორებით ხდება მათი აქტივაცია და ეს ვიძლია ის თითი არის და ეს ცხვირი, იმიტომ რომ რაღაცა ნაწილი გენებისა ჩართულია, რაღაცა ნაწილი განვითარების პროცესში გარკვეული ზემოქმედების შედეგად სხვადასხვა ნივთიერების თუ სხვა უჯრედების აქტივაცია გარკვეული თანმიმდევრობით ხდება, ან საერთოდ არ ხდება, პირიქით შეკავება ხდება. და ეს ეპიგენეტიკური რეგულაცია ზუსტად მაგას განსაზღვრავს, თუ როგორ მოხდება ამა თუ იმ გენის აქტივაცია ან შეკავება, ეს მეთილირები და სხვადასხვა ბიოქიმიური პროცესებით ხდება. და როგორც ადრე ვფიქრობდით, რომ გენეტიკა არის, თქვათ, ყველა ჩვენს ინდივიდში ჩადებული, დაპროგრამირებული, რაც გვიდევს გენეტიკაში, ის განხორციელდება. მაგრამ როგორც დღეს ირკვევა, მარტო გენი არაფერს არ განსაზღვრავს, თუ მისი რეგულაცია და ეპიგენეტიკური ნაწილიც არ მოხდა თანხვედრაში, აი განსაკუთრებით განვითარების პროცესში, ხო? იგივე ძალიან საინტერესო ექსპერიმენტები ტარდება და პრინციპი რაში მდგომარეობს, თქვათ, ერთი თაგვის შვილებს, ვთქვათ, ერთჯერადად დაბადებულ შვილებს ორად გაყოფენ, ხო ერთნაირი აბსოლუტურად გენეტიკა და სხვადასხვა პირობებში ათავსებენ და გარემოს, ვთქვათ, პირობების იგივე დედის ზრუნვა როგორ მოქმედებს მათ ემოციურ თუ ფსიქოგენეტიკურ მდგომარეობაზე, ხო? და ირკვევა, რომ ვთქვათ, ის წრუწუნები, რომლებიც დედასთან ერთად იზრდებიან და არა ხელოვნურ პირობებში, ვთქვათ, იზოლაციაში, გაცილებით უფრო ეს დედის გარეშე გაცილებით უფრო აგრესიულები არიან და ემოციური ფონი გაცილებით მეტი აქვთ. ხო, ერთის მხრივ რომ დაუფიქრეთ, გენები აბსოლუტურად იგივეა. ერთად დედმამის შვილები ტყუპები არიან, ესე ვთქვათ, მაგრამ აი ეს გავლენა, გარემო პირობების გავლენა და ეს ხორციელდება ზუსტად ეპიგენეტიკური მექანიზმებით ამ არსებულ გენების ჯგუფზე, თუ როგორ მოქმედებს გარემო პირობები, როგორ მოდულაციას, მოდიფიცირებას ახდენს ამ გენების ექსპრესიის, ან შეკავების, ან გაძლიერების, ან დაქვეითების. და აი ეს პრინციპი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ხდება მედიცინისთვისაც, იმიტომ რომ არა მარტო ვთქვათ, უშუალოდ გენებზე ზემოქმედებით და გენებზე ცვლილებით, არამედ ეპიგენეტიკური ფაქტორების მოდულაციით, მოდიფიკაციით შესაძლებელი ხდება ამ თუ იმ ფუნქციის და ამ თუ იმ პათოლოგიის შეცვლა სხვადასხვა მიმართულებით. აი ეს ძალიან ზოგადად რო ვილაპარაკო, ძალიან რთული საკითხია და ძალიან სპეციფიური და ამიტომ არ გვინდა ეხლა დეტალებში შესვლა, მაგრამ პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ გენები გენური მოდიფიცირების და ეპიგენეტიკის გარეშე მხოლოდ თავისთავად არ განსაზღვრავს თუ რა ბედი ეწევა ამა თუ იმ უჯრედს თუ ამა თუ იმ ქსოვილს ან ორგანოს, ეს განსაზღვრულია ასევე თუ როგორ ხდება მათი რეგულაცია ეპიგენეტიკური ფაქტორები. კი, ბატონო ზაზა, ეს კითხვა არ დამისვამს ახლა მხოლოდ იმისთვის, რომ
რაღაცა საინტერესო საკითხია, ხო? შემდგომში ჩვენ როცა რეაბილიტაციაზე ვსაუბრობთ, რეაბილიტაციის კომპონენტში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, ხო? სოციალური კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია და ნუ განსაკუთრებით ეხლა თუ კი ვსაუბრობთ, რომ სტატისტიკურად უფრო ხშირად ხანდაზმულ მოსახლეობას აქვს ასეთი ტიპის პრობლემები და ჩვენთან საქართველოში ამ შემთხვევაში ეს კიდევ უფრო პრობლემურია, იმიტომ რომ ნუ ბოლო წლებში თითქოს ტენდენცია იცვლება, მაგრამ ზოგადად რაღაც ასაკის შემდგომ თითქოს ჩვენთან ცხოვრებას ხო რაღაცა ხო იზოლაციაში არიან ეს ადამიანები. აი მოქმედებს თუ არა ეს ფაქტორები მათ შორის თავის ტვინის ჯანმრთელობას. ძალიან კარგი შეკითხვაა და ზოგადად რო არ ვისაუბროთ, კონკრეტულად გეტყვით, ისევ და ისევ ინსულტს დაუბრუნდებით ჩემს სფეროს. არის ესეთი მოდელი enriched environment, გამდიდრებული გარემო. როდესაც ვთქვათ, ინსულტს ვიწევთ, ხელოვნურად ვიწევთ ინსულტს ვირთაგვებში, შემდეგ ვაცალკევებთ ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი არის ინდივიდუალურად გალიებში მოთავსებული, მეორე ჯგუფი არის დიდ გალიებში ჯგუფურად მოთავსებული და სხვადასხვა თქვათ სათამაშოები, მილები, კიბეები აქვთ იქ, რომელსაც აქტიურობა აქვს და ერთმანეთთან ურთიერთობის კავშირი. გაგიკვირდება და რამდენჯერმე უფრო სწრაფად ხდება რეგენერაცია და ფუნქციის აღდგენა იმ ჯგუფში, რომელიც არის აი ამ გამდიდრებულ გარემოში. და ეს არ არის საინტერესო, რომ ეს არ არის დამოკიდებული მარტო ფიზიკურ აქტივობაზე, იმიტომ რომ თქვათ იგივე დონის ფიზიკური აქტივობა რომ ჩაუტარო ამ ცხოველს, თქვათ სარბენ რგოლზე, ხო? ფიზიკურად დატვირთო. ისეთი ეფექტური ისიც გარკვეულწილად რა თქმა უნდა ეხმარება რეგენერაციას, მაგრამ ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე როდესაც სოციალიზაცია ხდება და გამდიდრებული გარემო არის. ამიტომ არის რომ დღეს მაგალითად ძალიან იშვიათად რომ პაციენტს თუ არ ჭირდება რაღაცა სპეციფიური მკურნალობა, რაც სახლში არ ხდება, ჩვენს დასავლეთის კლინიკებში მაქსიმალურად სწრაფად ცდილობენ რომ დაუბრუნდეს პაციენტი, მით უმეტეს ხანდაზმული პაციენტი ჩვეულ გარემოს და მათ რესოციალიზაცია მოხდეს და არა ვთქვათ პალატაში. რაც ადრე იყო რომ თვეობით შეიძლება იგივე ინსულტის პაციენტი წოლილიყო კლინიკაში ყოველგვარი მიზნის და შედეგის გარეშე უბრალოდ მოვლა სერვისი. ხო, სერვისი, მაგრამ ეხლა უკვე ვთქვათ დღეს რამდენიმე დღეში 3-5 დღეში უკვე ინსულტიანი პაციენტები მაქსიმალურად სწრაფად თუ რაღაცა განსაკუთრებული სერვისი არ ჭირდებათ, უბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებელ გარემოში. და ეს ზუსტად ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის და ეს ასევე მოქმედებს ახლა ალცჰაიმერის დაავადებას თუ დაუბრუნდები და დემენციას, რაც განუყოფელი ნაწილი არის. აი ეს სოციალური აქტივობა, თქვათ, ტვინის ვარჯიში დავარქვათ, ხო, ისევე როგორც კუნთების ვარჯიში ეხმარება ხანდაზმულ ადამიანებს, რომ განლევა არ მოხდეს, ატროფია არ მოხდეს კუნთების, ნუ შეიძლება უხეში ანალოგია, მაგრამ მსგავსი არის პრინციპი იგივეა, რომ უნდა ამუშაო სტრუქტურა, რომ მან არ მოხდეს მისი გაფუჭება, დებისგან გაფუჭება, მოდი ესე მარტივად რომ დავარქვათ და აი ეს სოციალიზაცია და ვთქვათ ინტერაქცია ადამიანებს შორის ან გარემოსთან რაღაცა საქმიანობა, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის არა მარტო ვთქვათ ფიზიკური, არამედ ასევე კოგნიტური დაქვეითების თავიდან ასაცილებლად. თან ჩვენთან აი ბოლო წლებში ასევე აქტუალური იყო ეს საკითხი, ხო, რაღაც სივრცეების, სადაც შეიძლება რომ ადამიანები დროს ატარებდნენ ხანდაზმულ მოსახლეობაზე გვაქვს საუბარი, რაც თითქოს ნეგატიურად არის ჩვენ შემთხვევაში ეს აღქმული, მაშინ არა, პირიქით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა იყოს, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია და აი ახლა უცებ გამახსენდა ერთი ძალიან კარგი მაგალითი, რომელიც თუ სწორად მახსოვს ფინეთმა დაიწყო, როცა ეს რა ქვია საბავშვო სივრცეები გააერთიანა ხანდაზმულებთან. ხო, ალბათ ესეც საფუძველი. კი, ძალიან საინტერესო მიდგომა იყო ბავშვებისთვისაც და ასევე ხანდაზმულებისთვის. ეს ალბათ გამოიღებს იმ შედეგებს, რა შედეგებიც მოსალოდნელია, ახლა იმ სამეცნიერო ინფორმაციის ფონზე, რომელიც გვაქვს დღესდღეობით. და ბატონო დაზა, კიდე ერთი კითხვა, მინდა რომ ერთ საინტერესო საკითხს შევეხოთ დღეს ჩვენ რამდენიმე ნობელიანტი გავიხსენეთ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი,
რასაკვირველი ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ აი ესეთი მნიშვნელოვანი ასევე იყო 2020 წლის ნობელის პრემია, როცა ორ მეცნიერს გადაეცა CRISPR-Cas9 ცილის ტექნოლოგიის ამ ტექნოლოგიისთვის გაიცა მოკლედ ეს ნობელის პრემია და მოდი ამაზე ვისაუბროთ, აი რატო არის, რა იყო აქ ესეთი განსაკუთრებული და რა პერსპექტივებს გთავაზობს ის მომავლისთვის. ხო, ძალიან მოკლედ რომ გითხრათ ესეთ დიდი გარღვევა იყო და ამ გარღვევის არსი მდგომარეობს იმაში, რომ CRISPR-Cas9 ტექნოლოგიის საშუალებით ჩვენ გვეძლევა შანსი, რომ სპეციფიური, არა მარტო სპეციფიური გენები, არამედ გენის სპეციფიური უბნების კი ან ამოვჭრათ და ჩავანაცვლოთ სხვა თანმიმდევრობით ამ გენის, გავააქტიუროთ ძალიან სპეციფიური გენი, ან შევაკავოთ ძალიან სპეციფიური გენი. ზოგადად ეს მართვადი ნაკლებად იყო ადრე, რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ეგრეთ წოდებული ნოკაუტების გაკეთება, ვთქვათ რაღაცა გენის სამოჭრა, მაგრამ ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესი იყო და ალბათობაზე დაფუძნებული და შემდეგ ჩვენ ვარჩევდით იმ ცხოველებს, სადაც ეს პროცესი ხდებოდა, ხა მარტივად სიღრმისეულად ვარჩევდით და აქ კი ძალიან მიზანმიმართულად რომელი გენი გვინდა ჩვენ და რომელი თანმიმდევრობა, რომელი უბანი ტარგეტირება შეგვიძლია მოვახდინოთ ამისი ამ ტექნოლოგიით და ან ამოვჭრათ, ვთქვათ, ან დაზიანებული გენი ჩავანაცვლოთ ჯანსაღი თანმიმდევრობით და ჯანსაღი, ვთქვათ, როდესაც მუტაციები ხდება და ვთქვათ, ზიანდება გენი, გენური ინჟინერიის მიდგომა ესეც რა თქმა უნდა, სპეციფიურად გავაჯანსაღოთ, ესე ვთქვათ, გენი და ეს საკმაოდ ასევე მარტივი არ არის, მაგრამ ხელმისაწვდომია ლაბორატორიული კვლევებისთვის და კლინიკური კვლევებისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არის ტექნოლოგიები, რომლებიც ძალიან სპეციფიურია, ძალიან შრომატევადი და ძალიან ძვირადღირებული. და თქვათ მასობრივად მისი გამოყენება ვერ ხერხდება. CRISPR-Cas9 ძალიან მარტივი, პირობითად მარტივია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ლაბორატორიისთვის რეალურად და ეს მასობრიობა ასევე განაპირობებს კვლევების რაოდენობას და შესაბამისად ამ კვლევების შედეგად იმ შედეგების მიღებას, რაც ჩვენთვის საინტერესოა ამ ტრანსლაციული თვალსაზრისით, რომ ძალიან ეფექტურად და სწრაფად მოხდება ამა თუ იმ ტექნოლოგიის ამ მკურნალობის ან დანერგვა უკვე კლინიკაში. და ამ თვალსაზრისით ეს დიდი გარღვევა იყო, რომ გვაძლევს ჩვენ მეცნიერებს უნარს უფრო მარტივად და უფრო ეფექტურად მოვახდეთ მანიპულირება ამ გენის დონეზე. ხო, ანუ ამისი გენეტიკური დაავადებების განკურნების პერსპექტივა. არა მარტო განკურნების, ასევე მოდელირების. იმიტომ რომ მოდელირება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, როდესაც კვლევებს ატარებ, ხო, რაღაცა პრეპარატის გამოცდა გინდა ან რაღაცა და რეალურად ბევრი დაავადება გენეტიკური, რაც ადამიანებში არის, ცხოველური მოდელი არც არსებობს მისი, ხო, და ადამიანებში კვლევების ჩატარება რეალურად შეუძლებელია. ამიტომ შენ გიჭირდება მოდელი და ეს თუნდაც უჯრედის დონეზე უჯრედული კულტურის კვლევითი თვალსაზრისით ძალიან დიდი პერსპექტივა, იმიტომ რომ შენ შეგიძლია ამა თუ იმ დაავადების თუ იცი, თქვათ, რა გენური კომპონენტი არის ამ დაავადებაში, მოდელირება მოვახდინო უჯრედულ ან უკვე ცხოველურ დონეზეც კი. და ესეც დიდ ასპარეზს იძლევა, თქვათ, ამ ტრანსლაციური კვლევებისთვის, რა მოდელი გაქვს უკვე სხვადასხვა პრეპარატების, სხვადასხვა მიდგომების შეგიძლია გამოცადო, რამდენად ეფექტურია, თქვათ. თვითონ ეს აღმოჩენა მიკრობულმა სამყარომ გვაჩუქა, შეგვიძლია ესე ვთქვათ. კი ბატონო, იმან გვაჩუქა, მაგრამ და ამ სამყაროს, ამ მიკრობულ სამყაროს თქვენც იყენებთ თქო პრაქტიკაში, ხო, ამ შემთხვევაში ვირუსებზე მაქვს საუბარი, როცა როგორც მესენჯერს ვირუსების ვიყენებთ ჩვენ იმისთვის, რომ თქვათ, ესა თუ ის გენი მივაწოდოთ ჩვენს უჯრედებს, ან თქვათ გავააქტიუროთ გარკვეულწილად და საინტერესო ის არის, რომ დღეს უკვე შესაძლებელია სოფის ვირუსი ვიყენებთ, მაგალითად, აი, როდესაც თქვით, რომ აი კავშირების დამყარება, როდესაც ხდება უჯრედებს შორის, სოფის ვირუსი გადადის აი ამ კავშირებთან ერთად. და ჩვენ ვიყენებდით, თქვათ, ფრინველების სოფის ვირუსს, რომელიც და სპეციფიურად ამ ჩვენს უჯრედებს
ისევ და ისევ ვირუსის საშუალებით უნერგავდით რეცეპტორს, რომელიც უკვე მიმღებლობას გახდიდა ცოფის ვირუსი. და აი ცოფის ვირუსის საშუალებით ვიკვლევდით, როგორ ხდება ამ სინაფსური კავშირების დამყარება, თქვათ, რეციპიენტის, ანუ გადანერგვის დროს, თქვათ, ვირთაგვის ან ადამიანის ქსოვილის ნეირონები როგორ უკავშირდება ჩვენ გადანერგილ ნეირონებს და პირიქით, როდესაც ინფიცირებას ვახდენდით ჩვენი უჯრედების და როგორ ხდებოდა გადამიმოსვლა აი ამ ინფორმაციის. ეს ძალიან ეხლა ძალიან ტრივიალურა ჟღერს, მაგრამ ამის უკან დგას 10 წლები კვლევის და დღეს უკვე ეს ჩვეულებრივი, თქვათ, 20 წლის წინ ეს ფანტასტიკის სფეროდან იქნებოდა, მაგრამ დღეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია და მე ძალიან მიხარია, რომ აი თანამედროვე ტექნოლოგიები და თანამედროვე მეცნიერება ესეთი ტემპით ვითარდება. და მაგალითად ძალიან ძნელია ამიტომ პროგნოზირება, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი რაღაც ტექნოლოგია, ისეთი რაღაც აღმოჩენა მოხდეს, თქვათ, 2005-4 წელს მაგალითად ვერ იტყოდი, რომ ინდუცირებული პოლიპროტეინური უჯრედები ესეთი ხელმისაწვდომი იქნებოდა, ხო და რამდენიმე წელიწადში უამრავმა ლაბორატორიამ უკვე დაიწყო ამ ტექნოლოგიის კვლევა. ჩვენ არ ვიცით, თქვათ, 2-3 წლის წინ რა მეთოდოლოგია განვითარდება, რომელიც შეიძლება ესეთი ნახტომისებური ნაბიჯი გააკეთოს უჯრედულ თერაპიაში ან ღეროვანი უჯრედების გამოყენებაში და მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ სულ მალე ჩვენ შეგვეძლება ამ მეთოდების ტექნოლოგიების ძალიან ინტენსიურად გამოყენება უკვე ჩვენი პაციენტების საკეთილდღეოდ და როგორც ჩვენ ვამბობთ, მათი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ასეთი პირი ჩანს, კი ბატონო, ანუ ბოლო წლებში, ბოლო პერიოდში, ანუ მნიშვნელოვანი დიდი აღმოჩენები, ანუ წინსვლები გვაქვს და ხო ეს რაღაც პერსპექტივებს უფრო ნათელს ხდის. და ბოლოს, ანუ როცა თქვენთან აი ამ პოდკასტისთვის ვემზადებოდი, მე ჩემს მეგობარს დავუკავშირდი, რომელიც თქვენი დოქტორანტია, ნიკა გვაზავას, რომელსაც უბრალოდ გადამოწმება მინდოდა რამე ისეთი მნიშვნელოვანი არ გამოურჩეს კონსულტაციას გავდიოდი და მან მითხრა რომ ესეთი კითხვა დაუსვიო. ის ქართველები, რომლებიც ვართ დღეს აი კლუნდის უნივერსიტეტში და ანუ ის მკვლევრები, რომლებიც არიან საქართველოში, როგორი არისო ის რა პერსპექტივები, განსხვავებები, გამოწვევები და ასე შემდეგ. და ნუ ეს მაგალითი რა ვიღოთ, მე რომელიც აქ ვიყავი თქვენი სტუდენტი, ნიკა რომელიც გაესა თქვა და ხუმრობით ხა სრულიად განსხვავებული მოცემულობებია, მაგრამ მაინც დღეს გამოწვევები მეცნიერებაში არსებობს, ხო იმ ადამიანებისთვის, ვინც მეცნიერებას პირველ ნაბიჯებს დგამს, ვისაც უნდა კვლევაში წასვლა და ასე შემდეგ, რაღაცა თითქოს საქართველოში ცოტა ძნელია ამ ნაბიჯების გადადგმა, რაღაც ბევრი ბარიერი ხდება. აი ჩემი ბოლო შეკითხვა იქნება ეს თქვენთან, რომ სად გვაქვს ყველაზე დიდი პრობლემა და რა შეიძლება გავაკეთოთ, როგორც ქვეყანამ, როგორც მოქალაქეებმა, ადამიანებმა, რომ ეს პროცესი ცოტა კიდევ უფრო დავაჩქაროთ, რომ ჩვენ როცა ვესაუბრებით ისეთ სახელოვან ქართველ მეცნიერებს, მარტო ის არ ქონდეს სათქმელი, რომ ეს ადამიანები სხვა ქვეყნებში მოღვაწეობენ და ეს დიდი აღმოჩენები, რომლებიც აი ესეთ ჟურნალებში ქვეყნდება ხოლმე, მარტო ჩვენი იმ ქართველი მეცნიერების, არა, ეს რასაკვირველი მარტო იმ ქართველი მეცნიერების არ არის, ვინც საზღვარგარეთ არიან, ხო, იგივე ილიას უნივერსიტეტში ვართ ახლა ჩვენ და ილიას უნივერსიტეტის ამ კვლევითი ცენტრებიდან ყველაზე ცნობილ წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში ხშირად ხდება, ხო, კვლევის ისინი, კი ბატონო. აი ამ საკითხზე რას გვეტყვით? ისევ და ისევ ქერქს უნდა დაუბრუნდეთ ცნობიერებას და ალბათ ყველა ჩვენგანმა და სახელმწიფომ როგორც ეს უნდა გააცნობიეროს, რომ მეცნიერება ძალიან მნიშვნელოვანი არის და შესაბამისი ყურადღება და დაფინანსება ჭირდება მეცნიერებას. მეცნიერება საკმაოდ ძვირია და ბევრი ადამიანი თვლის, რომ ეს ფუფუნებაა და ვთქვათ ჩვენაირი ქვეყნისთვის გადატვილი ფული იქნება თუ ინვესტირება მოხდება მეცნიერებაში. მე პირადად ვთვლი, რომ მეცნიერება ის არის, რომელიც ვთქვათ პრიორიტეტული განათლება და მეცნიერება მე ჩემი აზრით ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება უნდა იყოს ქვეყნის განვითარებისთვის. რეალურად ჩვენ ყველაზე დიდი რესურსი, რაც გაგვაჩნია, ეს არის ადამიანური რესურსი. და თუ ამ რესურსს არ გამოვიყენებთ მაქსიმალურად, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება მაღალი ტემპით ქვეყნის განვითარება. რეალურად ინტელექტუალური პოტენციალი არის და ამას მოწმობს როგორც თქვა თუნდაც იგივე ნიკას მაგალითი, რომელმაც
აქ მიიღო თქვათ სამედიცინო განათლება და ძალიან წარმატებული დოქტორანტია და დარწმუნებული ვარ ძალიან წარმატებული კარიერა იქნება და აი ესეთი არაერთი მაგალითი მაქვს მე პირადად მეც თქვათ აქედან წაყვანილი სტუდენტები დოქტორანტება და შემდეგ როგორი წარმატებული და საინტერესო კარიერა განივიცალის ანუ პრობლემა არ მდგომარეობს თქვათ ახალგაზრდებში და ვთქვათ მათ ინტელექტუალ უნარში ან მოტივაციაში. ესეც არ არის მეორე მხრივ არ არის რომ ეს ვთქვათ უნდა იყოს მასიური და ვთქვათ 30% ახალგაზრდები მეც არა მეცნიერებაში უნდა წავიდეს ის ვისაც რეალურად აინტერესებს და სურვილი აქვს და უნარი აქვს ეს ესე წოდებული ეგრეთ წოდებული curiosity driven mind ხო შემეცნებითი სურვილებით დატვირთული ტვინის მქონე ადამიანებს უნდა ქონდეთ იმისი საშუალება რომ ეს განავითარონ და განათლება თავისთავად ჩემი აზრით მეცნიერებასთან შერწყმის გარეშე არ განვითარდება. აი შესაძლებელია დღეს ქვეყანა ვითარდებოდეს და იყოს წარმატებული, სადაც მეცნიერება არ ვითარდება. აი ამ მოცემულობაში რომელშიც დღეს ვართ, როცა წამყვანი იარაღი აღარ არის და რაღაც ესეთი სამხედრო ტექნოლოგია, ხო? ტვინი და ტვინი არის მეცნიერების და განათლების პროდუქტი. ამიტომ აბსოლუტურად გეთანხმებით ზურა, რომ თუ მეცნიერება არ განვითარდა და მეცნიერებას არ დაეთმო შესაბამისი ყურადღება ეს სამწუხაროდ არ არის, რომ თქვათ 2-3 წელიწადში შეიძლება ეს ხანგრძლივი პროცესია და ისევე როგორც განათლების პროცესი, მაგრამ 30 წელია ჩვენ მოვდივართ უკვე და თავის დროზე რომ სერიოზულად დაგვეწყო ფიქრი თქვათ მეცნიერების განვითარებაზე და რეალური რეფორმები მოგვეხდინა არა მარტო თქვათ განათლების სისტემაში, არამედ ასევე მეცნიერების სისტემაში და ეს ორი კომპონენტი შეგვერწყა. დღეს გაცილებით სხვა პოზიციაში ვიქნებოდით ვიდრე ვართ. ჩემი ხმარწმენა ამის, მაგრამ იმეც არ ვკარგავ, რომ მომავალში ეს საკითხი უფრო აქტუალურად იქნება განხილული და უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიქმნება ამ მიმართულებით. კი ბატონო, მეც გეთანხმებით მაგაში და ეხაც მინდა რომ აი ჩვენმა მსმენელმაც ჩვენი მსმენელიც დაფიქრდეს იმ საკითხზე, რომ რეალურად რამხელა გავლენა აქვს მეცნიერებას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. აი ერთხელ ერთმა მეგობარმა თქვა, რომელიც სამეცნიერო ჟურნალისტია, რომ ეს შემოდიანო და რაღაცას რო დავწერთო, მე კომენტარებში რაღაცა შენელებს გვიწერენო, როგორც რაღაცა წარმოგვაჩენე როგორც დემონებს ამ მეცნიერების ანუ საუბარი იმაზეა რომ მეცნიერების შესახებ რო წერ ადამიანები გაიგივებენ ისევ და მე შენ გლანძღავენ ხო აი ამაზე არის ხოლმე საუბარი და ის რომ ის მობილური რომ იქაც შემოსულია ის Facebook-ი რომელზეც არის თუ სხვა ხო ინტერნეტი ეს ყველაფერი რომ მეცნიერების პროდუქტებია და ის ხო შენობაში რო ზის სადღაც მე-15 სართულზე სკამში ესეც რომ მეცნიერების პროდუქტია აი გვავიწყდება და ეს ყველაფერი მეცნიერების გარეშე არ გვექნება და დღეს როცა ესეთი სწრაფი განვითარება არის მეცნიერების და რო შევხედოთ რომელი ქვეყნები წინააღმდებიან ამ განვითარებაში იქ სადაც მეცნიერება მაღალ დონეზეა ხო ძალიან დიდი მადლობა მინდა რომ გადაგიხადოთ ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა ვისაუბრეთ მეცნიერებაზე ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე რომელიც დღეს აქვს რომელიც არის საკაცობრიო ხო ის ყველა აღმოჩენა რომელიც უკავშირდება აი ამ თითოეულ ნაბიჯს რომლებზეც დღეს ჩვენ საუბრობდით ამას შეიძლება შეცვალოს ადამიანების ცხოვრება ძალიან მალე თან ну შეიძლება ხვალდაზე გარა მაგრამ თუნდაც აწელიწადში რა იყოს ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დიდ მადლობას გიხდით მოსვლისთვის იმისთვის რასაც საქმიანობთ და იმისთვის რასაც თუნდაც და იმისთვისაც რომ საქართველოშიც კიდე ჩამოდიხართ და აქაც რო ყავთ დოქტორანტები აქაც რო ყავთ სტუდენტები რომლებსაც ეხმარებით თუნდაც იმ პირველი ნაბიჯების სწორად გადადგმაში როცა ისინი კვლევას იწყებენ ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის. და იმედია საინტერესო იქნება ეს ჩვენი დიალოგი ჩვენი მსმენელებისთვის. კი ბატონო, მე ასევე მინდა გთხოვოთ, რომ გამოყვეთ ჩვენს სოციალურ ქსელებში შესაბამის ბმულებს ნახავთ თქვენ ვიდეოს კომენტარებში. ასევე მოიწონოთ ეს ვიდეო, რომელიც ჩვენ ძალიან დაგვეხმარება და გამოყვეთ ასევე YouTube-ის გვერდზე, რითაც შეგიძლიათ რომ გამოწერის ხილას დააკლიკოთ. ძალიან დიდი მადლობა.